მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს, წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ჩვენი მეგობარი ბატონი გია მურღულია. ბატონი გია, გამარჯობა. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. დღეს მე მგონია რომ საუბრობთ ძალიან საინტერესო თემაზე. თქვენ გქონდათ ესეთი იდეა და მე ვფიქრობ რომ ეს იდეა მხარდაჭერას საჭიროებს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ამ წუთას არ არის ესე ყოველ შემთხვევაში საჯარო სივრცეში მის განხილვა ჯერ არ მომისმენია, ამიტომ ჯობია რომ მე მგონი რომ რაღაცნაირად ეს თემა მივაწოდოთ საზოგადოებას კარგად და ავხსნათ რაში მდგომარეობს ის. ეხლა ვთქვათ პრინციპში გავხსნათ ეს ჩვენი ფარული სურვილი და თემა ეხება იმას, რომ უნდა ისწავლებოდეს თუ არა ბიბლია სკოლაში, საშუალო განათლების სისტემაში, ზოგადად ესე ზოგადი განათლების სისტემაში უпростоრეთ ამის სწავლება არის თუ არა საჭირო და აქვე ალბათ უნდა ავხსნათ, რომ ეს არ გულისხმობს რელიგიათმცოდნეობას, არამედ უშუალოდ ამ ტექსტთან ურთიერთობას, ხო? გია, შეიძლება ვთქვით, სანამ საუბარს დაიწყებ, ერთ სიტყვას ვიტყვი პროფესორეთ. თვითონ ამ იდეის საკეთილდღეოდ, რომ და მაყურებელს ვიდავაცნობ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ რამე იწყება ხვალდაზე გინერგება, იმიტომ რომ ჩვენთან ზოგადად არის ეს, ასე ვთქვათ, სიახლეს კი არა, უკვე იდეის მიმართ არის ხოლმე უარყოფითად განწყობა. ეს არის იდეა მხოლოდ ჯერ, რომელიც ჯერ განხილვისგანაც კი ჯერ შორს არის. რა და როგორ იქნება ამისი კონტურები არ არის, თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იდეის გამოთქვის უფლება აქვს ყველას და იდეები და გამოითქვას, თუმცა გამოთქმული იდეების ძალიან უმცირესი ნაწილი რეალიზდება ხოლმე. განუწყვეტლივ იმისა, როგორი სურვილი გვაქვს ჩვენ თუნდაც ამ იდეის მიმართ. ამას მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ამას თავიდანვე არ მოხვეს, ასე ვთქვათ, მკვეთრად უარყოფითი განწყობა, რომ თითქოს აი ხვალ ესე იგი განზადებული იმით შევდივართ ამაში. ამიტომ უფრო აი მეთოდოლოგიაზე ვისაუბრეთ ჩვენ და რისთვის არის ეს საჭირო, როგორ არის და რაღაც გარკვეული კითხვების დასვლისთვის და ეს იყო სადა ძალიან ფრთხილად, რომ ეს არ არის ესე ვთქვათ, რო ხვალ იმიტომ კი არა რომ ვინმე ამას უფრთხის ან რაღაცა ხვალვე, ესე ვთქვათ, არ ესე ვთქვათ, ჯერ არა მხოლოდ გამოთქმული იდეის მიმართ, ესე იგი არ იყოს ხო, კონსტრუქცია არ ჩამოყალიბდეს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს მომავალში. გადაწყვიტონ, რომ კი ბატონო, ხო, არის ხოლმე ეგეთი რაღაცა, რომ წინასწარი განწყობა ჩამოყალიბდება, საწინააღმდეგო და შემდეგ რთულია იმ განწყობის გარდა. უცბად გამახსენდა ჩეხოვის ერთი გმირი, რომელიც ამბობს, ეს არ შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ეს არასდროს არ შეიძლება მოხდეს. ასეთი ლოგიკა საკმაოდ ბევრს აქვს სამწუხაროდ. მოდით ჩვენ თქვათ ის, რასაც მეც ვიზიარებ, რაც ძალიან თქვენც ბრძანეთ, თქვათ, რომ ჩვენ ყველას გვაქვს კითხვების დასმის უფლება და ერთგვარი დაზვერვის უფლება, საით შეიძლება წავიდეს, განვითარდეს ჩვენი ზოგადი განათლება. მოდით ერთი კითხვა დავსვათ, რომელზე პასუხიც ძალიან კონკრეტული უნდა იყოს. რას გულისხმობთ ჩვენ, როდესაც ვახსენებთ ამ ცნებას? ზოგადი განათლება. ჩვენ სკოლებს ხომ ჰქვია ზოგადსაგანმანათლება. დიახ. მოკლედ რო ვთქვათ, მიზანი ამის ის არის, რომ ბავშვი რო დაამთავრებს 12 კლასს, ის ზოგადად განათლებული იყოს. და ეს რას ნიშნავს? რა უნდა იცოდეს? გარკვეულწილად ამას განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმა და საგნობრივი სტანდარტები. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ანუ ალბათ მიზნები კიდე, ზოგადი განათლების. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები საერთოდ კონსტიტუცია არის ქართული სკოლის, მაგრამ ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ ახლა ამ წუთას, რომ საგნობრივი სტანდარტები მაგალითად თუ განსაზღვრავს რაღაცას. არსებითი კითხვა არის, უნდა ისწავლებოდეს თუ არა ბიბლია რაღაც და წილად და რაღაც სახით სკოლაში. ამას თავისი სტანდარტი უნდა ჰქონდეს თუ არ უნდა ჰქონდეს. მოდი ჯერ ვთქვათ, უნდა ისწავლებოდეს თუ არა. იმ მიზნებს რამდენად შეესაბამება? იმ მიზნებს რამდენად შეესაბამება, ჩემო ბატონო.
ახლა მარტივად რომ გიპასუხოთ და კარგად მოგეხსენებათ თქვენ ჩემზე არანაკლებად. რა მიზნებიც არის ჩამოწერილი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში ამ დოკუმენტში. ამის მიღწევა პრინციპულად შეუძლებელი ამბავია თუ მოსწავლემ ბიბლია რაღაც წილად მაინც არ იცის. ანუ ბიბლია უნდა ისწავლებოდეს სკოლაში ჩემი აზრით არა მარტო იმიტომ რომ ამას თავისთავადი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურული ადამიანისთვის, მცოდნე კაცისთვის, ინტელიგენტისთვის. არამედ იმიტომაც რომ სხვა მიზნებსაც ვერ მივახცევთ ჩვენ სკოლაში ამის მცოდნის გარეშე. კითხვა ჩაგირთავ ვინაიდან მაინც ამაზე არ არის. როცა ამბობ ბიბლიის სწავლებას და მე კითხებს დავსვამ ხოლმე დიახ. მაყურებლის ვეცდები ყოველ შემთხვევაში რომ მაყურებლის თვალით რომელიც უკვე ესე ვთქვათ ემზადება რომ მოგიწვნას პოსტი ან სამივეს ერთად. როცა ამბობ შენ რომ ბიბლიის სწავლებას რას გულისხმობ? ბიბლია ერთი ვარიანტია რომ ბიბლიის ამბები, ვთქვათ ეგრეთ წოდებული ბიბლიური მოთხრობების თემა. როგორც გოგებაშვილს ჰქონდა თავის ხო, ვთქვათ გოგებაშვილს და ბიბლიური მოთხრობა. ბევრია ესეთი რაღაც ამბავი, მაგალითად ეს მოხდა სამსონის ამბავი, იობის ამბავი, ასე შემდეგ. ბიბლიის როგორც დიდი რელიგიური წიგნის, აი ბევრი უამრავი კუთხე აქვს, ვთქვათ ქრისტიანული კუთხით, ზოგადად ბევრნაირი კუთხე აქვს და იმიტომ რომ ეს ბევრი კამათის და ბევრი დისკუსიის თემა არის სტრუქტურირებულად, რამოცულობით მოგხსენება ხო? და ასე აი თუ უბრალოდ ბიბლიის გაცნობითი სიტუაცია ის როგორ გაქვს ეს მოაზრებული და ამ მიზნებში დამოიჭდება. მოგხსენებთ ახლავე. ეხლა ის რომ ადამი და ევას ამბავი არის ეს რომ უნდა იცოდეს გაგონილი მაინც უნდა კონდეს თუ აი რა დონეზე გულისხმობ შენ მოდით შევხედოთ ამას თეზისურად პირველი თლიანად ბიბლიის სწავლება არის პრინციპულად შეუძლებელი ამბავი და მით უმეტეს სკოლაში ეს საჭირო არც არის ეს ერთი მეორე ვინმე თუ ფიქრობს რომ ბიბლია სკოლაში იმიტომ უნდა შემოიტანო რომ იქ რაღაცა იქადაგო ამ ბავშვები მოაქციო აქ უნდა პირდაპირ თქვათ რომ პროზელიტიზმი ანუ დაძალება რომ ვიღაცა მოაქციო კონკრეტულ რელიგიაზე ეს კანონით არის აკრძალული და ამას ვერაფერი ვერ გადალახავს ჩვენ ამ წუთას ვლაპარაკობთ ბიბლიის სწავლების მხოლოდ იმ მნიშვნელობაზე, რასაც უწოდებდით კულტურულ მნიშვნელობას, ზოგად საგანმანათლებლო მნიშვნელობას. კითხვა აქ არის ძალიან რა უნდა იყოს აი აი რაღაცა წიგნი უნდა მივიდეთ. ამას. ხო. ეს ჩემი მოსაზრებაა, პირველია სავალდებულო არავისთვის არ არის. ჩვენ თუ გვინდა რომ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს მოვარგოთ ბიბლიის სწავლების თავისთავადი სიკეთე, მაშინ უნდა შევარჩიოთ კონკრეტული ტექსტები, რომლებსაც ადაპტირებულად და კონკრეტული მიზნებით შემოვიტანთ სასწავლო პროცესში. მაგალითად, ჩემთვის და თქვენთვის სრულიად ნათელია, რომ ერთ-ერთი წიგნი, რომელიც შეიძლება ვასწავლოთ, თქვა ძველი აღთქმიდან, შევახსენებ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, რომ ბიბლია ორი დიდი ნაწილისგან შედგება, ძველი აღთქმისგან და ახალი აღთქმისგან, ხო? აი, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ძველი აღთქმის წიგნებზე, იქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უშუალოდ უკავშირდება მაგალითად ქართული ლიტერატურის სწავლებას სკოლაში, ეს არის ეკლესიასტეს წიგნი. შენ ვერ გაიგებ ბარათაშვილის ლექს ფიქრნი მტკვრის პირას თუ ზერელეს ედაპირული წარმოდგენა მაინც არ გაქვს ეკლესიასტეს წიგნზე. იქ როგორც გვახსოვს ჩვენ სამი მთავარი რაღაცა წერია. პირველი ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო. მეორე არაფერი ახალი არ არის ბზის ქვეშეთში, რაც იყო ის არის და რაც არის ის იქნება. და მესამე, ყველაფერს აქვს თავისი დრო. სანამ ეს დრო არ დადგება, მანამდე არაფერი არ აღსრულდება. ამ თვალსაზრისით ჩვენ მაგალითად აბოს წამების ერთ მნიშვნელოვან ამბავსაც ვერ გავიგებთ და ზოგადად ჰაგიოგრაფიას რო ვერ გავიგებთ ბიბლიის შესწავლის გარეშე, ეს ორჯერ 2-4-ია. რა? აბო თბილისში ბრუნდება, იქ წერია, გვახსოვს ბედაშენ კარგად ეს და გიორგის, რომ
3 წელიწადი თავისუფლად დადიოდა ეს თბილისში. რა პირველივე დღეს არ იცოდნენ რომ გაქრისტიანდა, რაც მერე დამართეს იმას პირველივე დღეს ვერ დამართებდნენ, მაგრამ იქ ივანე საბანისძე ამბობს, ეს იმიტომ მოხდაო რომ არღარა მოწევნული იყო ჟამი მისი დრო ჯერ არ იყო დამდგარი. ეს პირდაპირ ეკლესიასტური ნაკადია. ეს არის ერთი მიმართულება. შეიძლება შეგეკამათო, კითხვა დავსვა ესე თქვათ. გეთახმები ამაში რასაკვირველია. მაგრამ გერბომივიდა ამ კუთხით თუ წავალთ თუ სვამობ. დიახ. მაშინ მაგალითად იმის დრო დავით გურამიშვილი რო გაიგოთ ამისთვის არის უნდა იცოდებს სალმუნი და დავითნი და ესე წარმოდგენა უნდა ქონდეს და ესე საერთოდ რასაც არ უამრავ დაადებ ვეფხისტყაოსანში არის იქ უნდა საქმე მოციქულთა და ასე შემდეგ. მე რა გულისხმობ რომ ეს სრულფასოვნად გაიგო და ეს დღემდე სულ მიდის და ჩაწუდე ამ აზრს ეს ბახტოები ხვალთ ბიბლიამდე მე გულისხმობ რომ მომდევნო საუბარს ამბობ. ხო და რას ვამბობ რომ აქ ჩვენ როცა მე აი როგორ გაგშენეს წარმოდგენილი ეს ვასიკო ეს მარტო წარმოდგენილი კი არა მაქვს ეს არაერთხელ გამიკეთებია სკოლაში. ჩვენ ხრაზე შევთანხმდით იცი რომ შენ რო გაიკეთებია და ის კი არა შენ ხო წამოფრეს უნდა გააკეთოს განათლების სისტემა აი როგორ აგაქვს შენ წარმოდგენილი ეს კონკრეტულად აი ამას ვამბობ სწორედ. ესე იგი ეკლესიასტეს წიგნი ვახსენეთ თქვათ და ამ ლოგიკით შეიძლება რომ ის გავითვალისწინოთ. კიდე ერთხელ ვამბობ ეკლესიასტეს წიგნს რო ვამბობ ეს იმას არ ნიშნავს რომ პირველიდან ბოლო წინადადებამდე შტუდირება უნდა მოხდეს არაერთ გაკვეთილზე ამ წიგნის. ამის დრო უბრალოდ სკოლაში არის. აქ ლაპარაკია ადაპტირებულ ტექსტზე და მთავარ სათქმელებზე. რაც წეღანს შენ ბრძანე მაგალითად ის რომ ვეფხისტყაოსანს ვერ გაიგებს ადამიანი ბიბლიის ცოდნის გარეშე ეს არის უდავო ჭეშმარიტება ამაზე დროის დაკარგვაც არ არის. ვერც დავითიანს ვერ გაიგებს. ვერც ვაჟა-ფშაველას გაიგებს, ვერც კაცი ადამიანს ვერ გაიგებს, ვერც გამზრდელს ვერ გაიგებს. და სოფლიო ლიტერატურის ბევრ რამეს სოფლიო ლიტერატურაში ხო ვერ გაიგებს ძალიან დიდ ნაკადს. მაგალითად ნიკოს კაზანძაკის ვერ გაიგებს, ჟოზე სარამაგოს ვერ გაიგებს და ვერაფერს ვერ გაიგებს, რაც კი შეეხება ამ ტიპის ფიქრს. უკაცრავად აი შენახლა რაც დასახელე მაგი რა წავიდეთ შორს, აი ხელს არ მაინტერესებს. აი შევედით განზრახ კი არა, ნუ ვიქნები ხა ოპონირებაში. აი შევედით და დაიწყე გურამიშვილის რა, ნუ ბარათაშვილი რაც შენახსენე თუნდაც. თუმცა ბარათაშვილამდე უკანავ ეწინააღმდეგობა გავლით ძველი ქართული ლიტერატურა გაიარა. ეხლა გაიარა, თქვა თუ მიუთით ეკლესიას, მე ხა პრაქტიკაში უყურებ, ერთი როგორი ტიპის სახელმძღვანელო არის აქ მოაზრებული, ან რა ციტატას რო მოიყვან ეკლესიასტე, ზივარ ეკლესიასტე, კაი, აბა მასწავლებელი აქვს ხუბეც რაღაც პატარა გამოცდილება. ხა ბავშვებს უნდა აუხსნა, მოიცადე, უნდა გადადო ეს გუბებით არის. მოიცადე ბავშვებო, ხლა გეტყვით ვინ არის ეკლესიასტე. ეკლესიასტე ვინ არის? ახსნას დაიწყებ, ეკლესიასტე დავითია, ხო? სოლომონია, გავიგეთ რომ სოლომონია, ხო? ნუ ვარაუდია. მერე ვინ არის სოლომონი? სოლომონი დავითის დია. სად არის ეს ამბავი? მერე ბიბლიაშია. ეხლა მოიცადეთ, გადავდოთ ეხლა ბარათაშვილი, მერე ბიბლია რა არის? მერე ბიბლია შესაქმე ამბავი და რატომ რომ მე ვთხარი რომ ეს ჩვენ აი აქედან უნდა დავიწყოთ თუ ზოგადად მე რატო გეუბნები თლიანად მეთოდოლოგიას, გინდათ იდეა ვთქვათ რომ ჩვენ ამას ბიბლია უნდა გავაცნოთ ამ საზოგადოებას, ჩვენ საზოგადოება კრიტიკისთვის არ ვაქვს, მაგრამ ეს არ ნაკლებად ბიბლიური საზოგადოებაა თუ შეიძლება ესე ითქვას, ამას თავის მიზეზები აქვს და მე თვითონ ბავშვს კონდეს საშუალება იცოდეს სად შეიძლება ამის გასაღები იპოვოს თუ აი როგორ აგაკეთეს ჩემთვის ეს ცოტა რთულად არის ამ განათლების სისტემაში და ამ ბიზნესში ჩადებული. ოღონდ ძალიან არ უნდა გავართულოთ. ამავე ლოგიკას რო გავყვეთ, ჩვენ საერთოდ შეიძლება ქართული ლიტერატურის სწავლებაც ვარყოთ, იმიტომ რომ იქაც არანაკლები სირთულეები ახლავს ამ თვალსაზრისით სწავლებას, რაც ახლა შენ ბრძანე, ხო? ხო და მე სხვა რაღაც კითხვებია, სხვა რაღაც გეკითხები. ეს სისტემა ამ წუთში, ჩვენი განათლების სისტემა, რამდენად არის მზად? არ არის მზად. ამის თქვა მინდა, ხო და ეს როგორ უნდა ახლა გეუბნები. მათ შორის ლიტერატურის სწავლება. პირველი რაც შევთქვით, ეს იყო კითხვა, დავსვით.
ეს საჭიროა თუ არ არის? მე ვამბობ ერთმნიშვნელოვნად, რომ ეს არის საჭირო, იმიტომ რომ უამესოდ კულტურული ადამიანი უბრალოდ არ არსებობს. ჩემი აზრი ასეთია. ეს ერთი. ახლა მეორეა, თუ ასეა და თუ ეს უნდა შემოვიტანოთ, მაშინ ამას ახლავს არაერთი სხვა კითხვა. პირველი, ვინ უნდა ასწავლოს? მეორე, რა პროგრამით უნდა ასწავლოს? მესამე, რა საგნის ფარგლებში უნდა ასწავლოს? ეს ცალკე საგანი უნდა იყოს თუ ინტეგრირებული უნდა იყოს, მაგალითად ლიტერატურის კურსში ან ისტორიის კურსში, ხო? და როდის უნდა ასწავლოს? რა დრო უნდა იყოს გამოყოფილი? რომელ კლასში უნდა ასწავლოს? შემდეგი კითხვა იყო, მაგრამ მე ბევრსეთ კითხვას დაგისვამ. შენ ახლა პასუხი არ გაგიჭირდება. აი, როდის უნდა ვასწავლოთ, რომ სანამ ძველი ქართული ლიტერატურის სწავლებას იწყებს, თუ პროცესში, თუ როდის, სანამ ბარათაშვილი მე მაგალითად ასე ვაკეთებ ხოლმე, ეს პანაცეა არ არის რასაკვირველი და არც ავალდებულებს ვინმეს რამეს. ჩემი ფიქრით, ჰაგიოგრაფიის სწავლების დაწყებამდე ბავშვს გარკვეული წარმოდგენა უნდა შეუქმნათ იმის შესახებ, რა არის სახარება. ერთი სახარების შესახებ მაინც რაღაც გარკვეული წარმოდგენა უნდა შეუქმნათ. და ბიბლიასაც. მაგალითად მათეს სახარება. ძველ აღთქმაზეც, ხო? იმიტომ რომ სრულიად წარმოუდგენელი ამბავია ახლა, აი რანაირად გინდა ასწავლო ჰაგიოგრაფია, რომელიც მთლიანად თავარ თემად ასახელებს იმას, რაც ბიბლიის საფიქრალია და რაც ბიბლიიდან მოდის, კერძოდ ახალი აღთქმიდან და კერძოდ სახარებიდან, რაც მოდის. მაგალითად ხო გვახსოვს ჩვენ, რომ შუშანიკის წამებაში თავარი პერსონაჟი ვინც შუშანიკი, აბო, გრიგოლ ხანძთელი, სამივე არის მოხსენებული როგორც მე-11 ჟამის მუშაკი. საიდან მოდის ესა? ან ბავშვებს უნდა უთხრა, რომ ეს არის სწავლა და ეს არ არის მნიშვნელოვანი, ან უნდა აუხსნა საიდან მოდის. და იცოდეს. იცით რა საქმე? ეხლა ვიღაცა იფიქრებს, რომ ახლა ამას უზარმაზარი დრო სჭირდება და ამას სჭირდება 3 წუთი ამის ახსნას. აი მან ხო, აი რა საქმე იცით? მაგალითად ეს ყველაფერი მოდის ბიბლიის ერთ-ერთი იგავიდან, სახარებისეული ერთ-ერთი იგავიდან, რომელსაც ქვია იგავი მევენახის შესახებ. შეგვიძლია გავიხსენოთ მოკლედ ეს იგავი, რომ ჩვენმა მაყურებელმა გაიგოს. ეს ალ გავიხსენებთ ამ იგავს. ხო. აი მან ინტერესებს შენ როცა შედიხარ და ამას ახერხებ და ვიცი რომ ახერხებ. მე ინტერესებს ეს როცა გადავდივარ სტანდარტზე და შენთან ამისი მოწვეულიც ხარ. აი სკოლებში ამას როცა არის თავისი საათობრივი გეგმები, ასე შემდეგ და თავისი მომზადების ამბავი. აი ხლა რომ თქვათ მე აი თეო ვირტუალურად მე რა აი დაგეთახმა საზოგადოება დავიწყეთ. ესე იგი მოვიდა სექტემბერი და თქვათ გადაწყდა ერთხელ და საბუდავოდ რომელ სექტემბერს ვიწყებთ, იმიტომ რომ ესე იგი რაც ვასწავლეთ იმის მერე სულ სხვადასხვა სექტემბერს იწყება სწავლა. თქვათ გადაწყდა რომ X სექტემბერს დაიწყო სწავლა. მოვიდა ბავშვი მას დაამთავრა და იწყებს ძველ ქართულ უცებ ჩვენ ვეუბნებით რომ აი ხა ჩვენ ვიწყებთ ამის სწავლებას და სანამ შუშანიკის წამებას გეტყვი მანამდე ეს ხوارეთყვი ამოკლე მე-11 ჟამის მუშაკს და ამას უაბო. არა ეს სხვა ტიპი შეიძლება თქვით სახარებაზე უკრული წარმოდგენა. შეიძლება გაკეთდეს თო სახელმძღვანელო მე პრაქტიკაში ვარ რომელიც მორგებული იქნება იმ განმარტებებზე იმ თქვათ ალუზიებზე, მითითებებზე, რომელიც აი იმ აგეოგრაფიულ ძეგლებზე და ასე შემდეგ იქნება. ხო, მაშინ ესე უნდა გაკეთდეს და ამისთვის დრო უნდა შესაბამისი იყოს გამოყოფილი ეს ამას სათხედავ და ამას უნდა კიდევ მასწავლებელი, რომელმაც ეს იცის. ახლა შენ არ გეუბნები შენ და კიდე საბედნიეროდ ბევრმა თქვათ ეს იცის, მაგრამ სტანდარტიზაციაში ხლა ეს დამარწმუნე არიან ადამიანები, რომელსაც ესე იოლად შეერვავ მე-11 ჟამის მუშაკი კიდე მეტნაკლებად დაუშვათ, მაგრამ ეს შეიძლება არ იცოდნენ, ეს ამას ხომ უშვებ შენ. ხო, ჩვენ თქვით წეღანაც, რომ ამას აქვს გარკვეული წინაპირობები. ისევე როგორც ნებისმიერი საგნის სწავლებას, მათემატიკის სწავლებას რა იგივე არ ეხება, მათემატიკას არ ჭირდება მასწავლებელი ამ პროგრამა. ძველი ქართულის და ქართული ლიტერატურის სწავლება ამ კუთხით, ესე ვილაპარაკოთ, ჯერჯერობით თუ რამე არ მოხდა იმის შემდეგ, რაც მე დავამთავრე და ცოტა ხანი გქონდა ინტერვალი დავამთავრეთ, ეს არ შედიოდა ეს თავისთავად ცხადი ამბავი. ლიტერატურის სწავლების ამბავში. ეს ნიშნავს, რომ მთლიანად უნდა გარდაიქმნას ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა. ხო? იქ არის მეთოდიკის ახალი ნაკადის შექმნის აუცილებლობა, რასაკვირველია.
მოდი გავყვეთ თავიდან. ხო, ამას ვამბობ. საუნივერსიტეტო პროგრამებმა უნდა გაითვალისწინოს ეს. იმ პროგრამებმა, რომლებიც მასწავლებლებს უმზადებენ სკოლას. კერძოდ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს მაგალითად, ხო? იმ პროგრამაში ასახული უნდა იყოს. ანუ ლიტერატურის კუთხით ხო. დიახ. ამ პროგრამამ უნდა ასახოს, ეს ერთი. მეორე, უნდა შეიქმნას ამ საგნის თუ ამ ინტეგრირებული ნაკადის სწავლების კონცეფცია. ანუ რა უნდა ისწავლებოდეს ბიბლიიდან, რას ვარჩევთ ჩვენ, ყველაფერს ხო ვერ ვასწავლეთ, ვერ მოვასწრებთ უბრალოდ, ხო? რას ვარჩევთ და რა მიზნებით ვარჩევთ ამ ტექსტებს, რა? მესამე, ეს არის სპეციალური, გნებავთ სახელმძღვანელოს, გნებავთ რესურსების შექმნა, რესურსების ნაკლებობას ჩვენ ყველა მიმართულებით განვიცდით, სხვათა შორის ამ მიმართულებით ძალიან ნაკლებად გვაქვს. ასევე თავისთავად ცხადია, უნდა შეიქმნას გარკვეული სტანდარტი ამის სწავლების და გარკვეული მონიტორინგის სისტემაც. ერთია გადაწყვეტილება მიიღო და ასწავლო და მეორეა შეაფასო რა შედეგი მიიღე აქედან შენ, რა. ეს ყველაფერი გასაკეთებელია. თუ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს საჭიროა სკოლისთვის, მაშინ ძალიან დიდი სამუშაო ელის განათლების სისტემას, რომ კარგად მოემზადოს ამ საქმისთვის. სანამ მზაობის მაღალი დონე არ იქნება, ეს საქმე არ უნდა დაიწყოს. ხო და ეს კარგი სისტემურად არ უნდა ანუ ესე ვილაპარაკო, ბევრი კუთხით შეიძლება იყოს ისტორია შემოდის, მაგრამ ლიტერატურის სწავლების ამ უფრო ესე იგი ნახე რა შემოაქვს თუ ვლაპარაკოთ ბიბლიის სწავლებაზე, პირველი თქვი და უი რა კარგია, ნუ ვინც იტყვის რომ რა კარგია, ეს ნიშნავს რომ ლიტერატურის სწავლების მეთოდოლოგიის სრულად გარდაქმნას. აი და სულ სხვა კუთხე ესე იგი არა მნიშვნელოვანწილად გადააზრება სკოლის. მაგრამ დღეს მაგალითად ჩვენ ამაზე გვექნება და თუ მოვასწრებთ რომ ლიტერატურის სწავლება რაზეა ორიენტირებული, მაინც არის უბრალოდ ამბის იმაზე. ეს მთლიანად გარდაქმნასია და რა მინდა შეგახსენო და შენი მინდა შევშვედვირად იცი და საზოგადოება. როდესაც მაგალითად იქ სადაც ქართულის მასწავლებლები სადებოდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე უნივერსიტეტში წარმოიდგინე პირველ კურსზე გიორგი აიჩენმიტა იცოდა შედიოდა პირველ კურსზე ადამიანი როცა შევედით იქ და პირდაპირ იწყებოდა ძველი ქართული ლიტერატურით ანუ ამაზე ვამბობ და ეს დაახლოებით იგივე გზა გრძელდებოდა როგორც უცებ რომ მიდიოდი ბეშვიდი ჩემ დროს ესე იყო ბეშვიდე კლასში წავხვიდოდი დაისვენებდი ესე ვთქვათ რო თქვა მაწულებაში და მოხვიდოდი და მერვე კლასში პირდაპირ იწყებდი შუშანიკის სამებას მეთოდოლოგიურად დღესაც დიდი არაფერი არ შეცვლილა სრულიად მოუმზადებელი ადამიანი შემოდიოდა ამ სისტემაში და ჩვენი მასწავლებლები და არ თუნდა ვთქვა ბატონი ლევასირაძე, ბატონი გრივერ ფარულავა და ხალბატონი ლაურა გრიგოლაშვილი ხაწასულია პირდაპირ გეტყვი რომ არ ღვევდნენ იმ კანონს და ეს იყო სრულიად აუცილებელი და მათ არალეგალურად არ ვიტყვი, მაგრამ პროგრამის გარეშე, მაგრამ პრაქტიკულად სავალდებულოდ ცდილობდნენ საკუთარი ავტორიტეტით დამკვიდრებას იმას, რომ მათ ესახარება მაინც წაგვეკითხა პირველ კურსელებს. მე დატომიდან გითხრა, რომ რა პრობლემებს მათ ესახარება, იმიტომ რომ როცა შენ ესე ციტატის განმარტებით გიას ვეთანხმებ, ეს მაინც ოდნავ კი იცოდეს, მაგრამ სიამოვნებაში ეს თუ არ იცი და უკვე სკოლაში კი ბატონო შუშანიკს კიდე ისე ეცნობი, მაგრამ ფილოლოგიის ფაკულტეტზე ხარ და უკვე მოგეთხოვება, რომ შუშანიკის სამება იცოდე, ხო ესეა? და არა უკვე ისე იცოდა სიღრმისეულად უბრალოდ ის კი არა იაკობი და გვარაუდები გამოთქვა და რაღაცა იაკობი რომ მოვიდა და შუშანიკი რომ ასკელმა რომ აწამა არა იქ რაღაცები უნდა იცოდე უკვე ფილოლოგიის აბარებცოდა ეს არის სრულიად გამორიცხული თუ არა მარტო მათი არამედ კარგად არის ახლა აქ რა პრობლემა იყო კიდე ამას კითხულობდი და რა გარემოში მოვდივართ და სიამოვნებაში პირველ კურსელების ძალიან დიდ ნაწილს და დიდ უმრავლესობას უჭირდა თვითონ ოთხთავის გაგება. იმიტომ რომ ძველი ქართულით იყო დაწერილი და ეს იყო სრულიად მოუმზადებელი ამისთვის ეს ადამიანი და ეს ალბაზე ცალკე ვისაუბრეთ. აი ამ სიტუაციაში ვართ. დღესაც ეს მეთოდოლოგია რომ აი ბავშვი მოვიდა და ეს არ იყო და როგორ ახერხებდნენ მე ესენი ვთქვათ მე ეს ადამიანები პატუცებლობ და მოახერხერო ეს სტუდენტები შემდეგ ამას კიდე უფრო ჩაღრმავებოდნენ ვიღაცას ჰქონდა ეს ინტერესი ვიღაცას არ ამიტომ უფრო ეს მაშინაც კი არ იყო მორგებული მაშინ არ იყო თქო მორგებული მასწავლებლების საგანმანათლებლო პროცესი სრულიად არ იყო ლიტერატურის ასწავლებაზე დღეს მით უმეტეს არ არის მორგებული
ხომესია. და აი ეს მე უფრო ეს მაინტერესებს, სანამ თქვა ცალკეულ იგავს განვიხილავთ, ეს ნიშნავს აი ესე თითქოს უბრალო ამბავი ბიბლიის სრულ გარდაქმნას მათ შორის უმაღლესი სწავლების და ლიტერატურის. მოდი უფრო ზევით ავწიოთ ერთი საფეხურით ეს საკითხი, უფრო დიდ სურათთან მინდა რომ დავბრუნდეთ. ორი პრობლემა, რაც აი თქვენ ამდენჯერმე ახსენეთ ესეთი რამე, რომ ბიბლიის გარეშე ვერ გაიგებს იმას, ვერ გაიგებს ამას და ასე შემდეგ. აი გაგების საკითხთან მინდა დავბრუნდე, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდის წინ მაგალითად ზოგადი განათლება ეს იყო რაღაცა აი კითხვა რო არ დაესმოდა, რომ უნდა იყოს ეს განათლებული უნდა იყოს ადამიანი, რაღაცეები უნდა იცოდეს, აი ეს აბაზისო ცოდნა უნდა კონდეს და ასე შემდეგ. მე მგონი ეგ მოცემულობა ცოტა შეიცვალა და ესე აღარ დგას საკითხი, რომ რაღაცა ერთის მხრივ ამას ეკონომიკური მოდელი განსაზღვრავს, რაღაცა თვალსაზრისით, რომ რა უნდა იცოდეს და რა უნდა თითქოს ბაზარზე რაც მოთხოვნადია, ის უნდა იცოდეს მარტო და იმის ამითი გაიტანს თავს და მეორეს მხრივ ეს კულტურა ძალიან დიდი შეცდომა არის ჩემი აზრით. ხო, კი ბატონო, მაგრამ კი მეორე არის კულტურულ იდეოლოგიური მდგენელი, რომ თვითონ გადაწყვეტს ადამიანი რა გაიგოს და რა არ გაიგოს. ანუ მივდივართ იქამდე შეცდომა არის კიდევ ასევე სტრატეგიული. ხო, შესაბამისად მივდივართ იქამდე, როდესაც ჩვენ ვადგენთ, რომ აი ეს არის მიზანი, აი რაღაცა მიზანი დავადგინეთ ზოგად განათლებაში და ეხლა გვინდა რომ ამ მიზნებს ემსახურებოდეს ეს ზოგადი განათლება, მოვდივართ წინააღმდეგობაში ამ სისტემასთან, სადაც აი როგორც თქვი, ერთის მხრივ რაღაცა ბაზარი გადაწყვეტს, რა ცოდნები იქნება, თქვა, საჭირო და საინტერესო მომავალში და შესაბამისად ეს უნდა იცოდეს იმ ბავშვმაც და მერე მოზარდმა და მერე რო დაამთავრ უმაღლეს სასწავლებელს თუ პროფესიულ სასწავლებელს და მეორეს მხრივ აი ეს იდეოლოგიური ნარატივი, რომ მე რაც მჭირდება იმას გავიგებ, რაში მაინტერესებს, რას მაძლევს სისტემა. და ცოტა გავაგრძელებ ვეხმარებ და აი ახლა სადა კარგი რატოა და კარგი და ძალიან საჭირო დისკუსიის დაწყება. ნახე ერთმა სადავდე მიგვიყვანა და გავაგრძელებ გიას და შენ ისა გიორგის თანხმობს და შენ ბევრი საუბრია მას და შენ კარგად იცი. ეს ამბავი არ დაწყებულა, არ დავაბრალოთ, რომ აქეთ დაიწყო ეს დამოუკიდებელ საქართველოში. აი საბჭოთა კავშირის სისტემაშიც კი ჯერ კიდევ ბოლოსკენ როცა უკვე ესე ვთქვათ ადამიანებად ბუნებრივად დაიწყეს თამაში, ცუდი არაფერი აზრის გამოთქმა, მაშინ დაიწყო სკოლებში ეს პროცესი, ამ სრული პასუხისმგებლობის გეუბნები, როდესაც მშობელმა, მასწავლებელმა, ცალკეულმა თვითონ მოსწავლემაც დაიწყო უკვე ამბავი, რომ მე ეს მჭირდება, მე ეს არ მჭირდება. მე კი არ მეუბნები ეს საჭირო იყო თუ არ იყო საჭირო. თვითონ უფრო უკვე დაიწყო აცდენა იმ მიზნებს შორის, რაც იყო წარმოდგენილი და სინამდვილეში დღემდე ჩემის დაკვირვებით არის ერთი არის ცალკე მიზნები, არ შევდივარ ამ წუთში მის განხილვაში, ეს შემდეგი ეტაპია, კარგია თუ ცუდია და მეორეა თვითონ მოსწავლის მიზნები, რო ვთქვათ, მშობელთან ერთად. ხო და რეალობა და ცხოვრება. ეს სრულიად რო იტყვიათ ცალ პარალელურ ლიანდაგებზეც არ მიდის ზოგჯერ ერთი მიდის მარტი მარცხნივ და მეორე განსაკუთრებით. აი ესეთი სიტუაცია. ხომ არის ეგ აი მე რატომ ვიცი რა ნიადაგში შევდივარ ჩვენ ამ ბიბლიის სწავლების იდეით. მაგ აზრს მთლიანად ვერ ვიზიარ. აბა როგორ მე არ ვფიქრობ იმას, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და ადამიანთა რეალური მიზნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება ანაცდენილია. განხორციელებაში ვამბობ, ხა შეიძლება მიზანი მეც იგივე მქონდეს, მაგრამ განხორციელება ახლა მეტნაკლებობა ყოველთვის არსებობს მანდა. მე იცი რა ვიგულისხმებ, მაგრამ რო დაიწყო. აცდენილია. შენ კარგად გახსოვ, რო დაიწყო, დაიწყო ეს პროცესი როგორ დაიწყო, მე მათემატიკა არ მჭირდება, მე მუსიკა არ მჭირდება, მე ლიტერატურა არ მჭირდება, მე ის არ მჭირდება და მე ეს გადავიდა, მე ამაზე მორგება დაიწყო, მე ამაზე სკოლებმა დაიწყეს მორგება, მე მთელი ამბებია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმას ნიშნავს ვასიკო, რომ ყველამ თვითონ განსაზღვროს, რას ნიშნავს ზოგადი განათლება. მაშინ განათლების სისტემის არსებობაც საერთოდ საჭირო არ არის. თუ შენ ამ სისტემის მიღმა წარმოიდგენ შენ თავს და იტყვი, რომ მე ეს არ მინდა, ეს არ მჭირდება, ეს არ მაინტერესებს და ასე შემდეგ, მაშინ შენ ვარი უნდა თქვა იმაზეც, რომ შენ სახელმწიფომ, სასწავლებელმა მოგცეს სერტიფიკატი, დიპლომი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ შენ ზოგადი განათლება მიღებული გაქვს. ზოგადი განათლების ცნება მარტო საქართველოს ხوار გამოგონია და მარტო აქ ჩვენთან ხوار მოქმედებს ეს ცნება და ცოცხლობს, არა? ეს არის საყოველთაოდ მიღებული ცნება, რომელსაც ცალკეული ინტერპრეტაციებით თავისთავად ცხადია აქვს, მაგრამ რაღაცა მუდმივა, რაღაცა მდგენელი, საერთაშორისოდ აღიარებული არსებობს.
აქ ეხლა ყველა თავისი აზრი შეიძლება გამოხატოს და თავისი დამოკიდებულება თქვას ამის მიმართ, მაგრამ ეს არსებობს მიუხედავად იმისა, ჩვენ ეს მოგწონს თუ არ მოგწონს. და ბუნებრივია, რომ ახლა თუ განათლების სისტემა არსებობს, თუ სკოლის ცნება არსებობს, მაშინ ყველა ვერ გადაწყვეტს იქ, რას ნიშნავს ზოგადი განათლება. ეს გადაწყვეტილია კაიხნის წინ. ამიტომ მე მაგალითად არ ვიზიარებ, მეთქი წერილაც გითხარით იმ აზრს, რომ ზოგადი განათლება და განათლება საერთოდ მიბმული არის მარტო ბაზრის მოთხოვნებზე. იმიტომ რომ ზოგადი განათლება არ ნიშნავს მარტო რაღაცის ცოდნას, რომელიც შეიძლება აქტუალური იყოს ამა თუ იმ პერიოდში მეტად ან ნაკლებად. ეს ნიშნავს გარკვეული უნარების დაუფლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს გარკვეული ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის ქმნის ადამიანს, ის ქმნის ჰუმანიზმს, ის ქმნის, ასე ვთქვათ, ემპათიას, ის ქმნის საზოგადოებისთვის აუცილებელ ნიშან თვისებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან არსებითია საზოგადოებისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. ამიტომ პირდაპირ მიბმა ბაზრის მოთხოვნებზე ეს იმას ნიშნავს, რომ ბიბლიას თუ დავესესხებით ახლა, ზოგი დაესესხება და ზოგი არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა თავის დროზე ადამიანი რო შექმნა, მიაბა ის ეკონომიკურ საჭიროებებს, რაც არის აბსურდი, რასაკვირველია. ხო. ახლა ჩვენ მოდი ასე ვთქვათ, ახლა რო აღარ ბევრ თემას შევეხეთ და რაღაც ფოკუსი რო არ დავკარგოთ, მოდი ასე ვთქვათ. ამის საჭიროებაზე თუ დისკუსია გაიმართება, ეს ძალიან საინტერესო იქნება, ძალიან სასარგებლო იქნება, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მოისმინოს არგუმენტები. მე სიამოვნებით მოვისმენდი არგუმენტებს, რატომ არ უნდა ისწავლებოდეს ბიბლია სკოლაში. ეჭვი მაქვს, რომ ადვილი გასაბათილებელი იქნებოდა ეს არგუმენტები, მაგრამ მოვისმენდი კი სიამოვნებით. ეს ერთი ამბავი. მეორე, თუ ამის აუცილებლობა არსებობს, ეს უკვე ვახსენეთ წეგან, მაშინ ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავფიქრდეთ, როგორ გავაკეთოთ ეს საქმე და აქ ჩამოვთვალეთ რაღაცები. ხო, იქ საუნივერსიტეტო პროგრამა, რესურსები, მასწავლებელთა მომზადება, სახელმძღვანელო პრინციპები, ინტეგრირების პრინციპები, ასე და ასე შემდეგ. ეს მეორე მომენტია და თავისთავად ცხადია, ამას ახლავს შეფასების გარკვეული პრინციპებიც და მონიტორინგის პრინციპებიც. მასწავლებლის გარეშე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შეუძლებელია, შესაბამისი რესურსების გარეშე ეს შეუძლებელია. ამას დრო სჭირდება, ხარისხიან მომზადებას სჭირდება დრო და ეს დრო ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კარგად მოვემზადოთ და მერე დავიწყოთ ეს საქმე. ახლაც აკეთებს ამას ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელი ყავს ჩვენ და ისინი ბუნებრივია ასწავლიან ამას, როდესაც ვთქვათ ჰაგიოგრაფიაზე ლაპარაკს სისტემის მეთანხმები და ვიცნობ შენ, მაგრამ ამას უბრუნდები მე რომ კი არ ვამხელა მცუდიად კი არ ვამოფ. სისტემის მიღმა ხდება ეს. ანუ ან როგორ ვიცი, ისინი ამას ახერხებენ ნამდვილად. ისე რომ ამას უნდა შეეხოს, სისტემა უნდა აიგოს თუ არა. ხო, დაინახე რის ფამიდად რომ ამის გეუბნებოდი სისტემის გარეთ, ანუ თავის სისტემას ქმნიან და უფრო სწორი იყო რომ ჩვენი მასწავლებლები აკეთებდნენ ამას. ეხლაც ბევრი მას, მაგრამ სისტემაში არ არის ეს, ესე ვთქვათ, ვითომ ესე როგორ არის, შედეგი არის, მაგრამ ვითომ აი რომ მოვიდეს მასწავლებელი როგორ ქნა, იცი მან, ადგა იქ რაღაცა შეამცირა, საათი გადაამცირა, გადმოამცირა, რაღაცა ქნა, ენერგია დახარჯა და თავის ცოდნა დახარჯა და ესე ან ამას ნერგავთ. რის ფამიდა მე და ეს დანერგა, რომ ბიბლიის მე sebečoდება და მითობეტეს ასაც შედამოფრო. თუ დავიწყოთ ბიბლიის ესე ვთქვათ ეს იდეა წინ წაიწევს ეს საუბარი იქნება ეს მთლიანად მოითხოვს და უნდა ჩავიდეს ხო აი უნდა ესე ვერ ჩაამონტაჟებ ამას ამ სწავლებაში ეს მოითხოვს რადიკალურად ახლებურად რადიკალური სიტყვას ახლა შევთქვათ შენ მოამრგვალებ და ძირფესვიანად იტყვიას ასეთ სიტყვას ძირფესვიანად ლიტერატურის კუთხით მივდივართ თუმცა ბიბლიის სწავლება შეიძლება სხვა ასპექტებიც მქონდეს უნდა ლიტერატურის სწავლების ძირფესვიანად შეცვლას და არა მარტო ბარათაშვილის, არამედ გურამიშვილის მაგალითად, გურამიშვილთან დაკავშირებით უფრო ისტორიზმზე იყო და ასე შემდეგ, მათ შორის ილია ჭავჭავაძე. აი ამის გარდაქმნას ითხოვს მთლიანად. ეს ნიშნავს და ეს მივა მერე იმიზნებამდე, როცა შენ ლიტერატურას ასწავლე. აი მაგალითად თუ არ გამიფრაზებ ეს კითხოს და დღეს ლიტერატურას რა მიზნით
ვასწავლეთ პრაქტიკულად ჩვენ სკოლაში. აი რამის ესე იგი არ მითხრა შენი მაგალითი ეგ რთული კითხვა. ხო, აი შენ ფიქრით სკოლა სხვა მიზანი ვერ ექნება ვასიკო, გარდა იმისა, რომ კარგი მკითხველი აღზარდო. კი ბატონო. დანარჩენი ამოცანა არის უმაღლესი სკოლის ამოცანა. ეს ჩვენი პროგრამა და ლიტერატურა ცოტა მიდრეკილია იქითკენ, რომ ჩაანაცვლოს უმაღლესი განათლების საწყისები მაინც სკოლაში. აქეთკენ არის, რომ მაგალითად შეაყბაროს აი ეს სიტყვა რომ აი რომ ლიტერატურა შეაყბაროს. ეს არის მთავარი მიზანი, რომ ასწავლოს ადამიანს კარგი წაკითხვა, აღქმა წაკითხulis, გააზრება ამ წაკითხulis. მან დიდი პრობლემები გვაქვს. მოგეხსენებათ თქვენ ორივე საერთაშორისო შეფასება არაერთხელ ადასტურებდა იმას, რომ წაკითხulis, გააზრების თვალსაზრისით და შემდეგ გამოხატვის თვალსაზრისითაც ჩვენ სკოლას თანამედროვეს პრობლემები აქვს, ხო. ეს მნიშვნელოვანი ამბავია. ცხადია უნდა შეაყვაროს კითხვა. ცხადია უნდა ასწავლოს კითხვა. და ცხადია კარგი მკითხველი უნდა ჩამოაყალიბოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მეტი სკოლის ამოცანას მე ვერ ხედავ. ერთი ამბავია კიდე, აი წეგან ახსენეთ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა და მე მგონი არის ეს იმ რა ქვია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებშიც. ნუ ერთია რომ საბაზისო ცოდნა მისცეს ადამიანს, ანუ სამყაროს შესახებ ის როგორ მოქმედებს ზოგადად. ხო, იმიტომ ვასწავლით ჩვენ ფიზიკას, რაღაცა ბიოლოგიას და ასე შემდეგ, ეს მაშინ რა ქვია ზოგად საგანმანათლებლო დონეზე ესე ვთქვათ, ხო, მაგრამ მეორე არის აი ლიტერატურას უკავშირდება და ბიბლიას განსაკუთრებით, ხო, იმიტომ რომ ეს არის ადამიანად ყოფნის სირთულე დღეს, იმიტომ რომ ის სწორედ რომ აი ამ პერიოდში ხდება, ბავშვის, ანუ ადამიანად ჩამოყალიბების პროცესი ხდება აი ამ პერიოდში, აი ზოგად საგანმანათლებლო ასაკში, ესე ვთქვათ და ნუ მე რა თქმა უნდა ვითარდება ყოველთვის, სულ ვითარდება მთელი ცხოვრება, მაგრამ აი ეს არის ძალიან საბაზისო პერიოდი, როდესაც ის ადამიანად ყალიბდება და მეტიც სწავლობს სხვა ადამიანებთან ურთიერთობას. აი ლიტერატურის დანიშნულება და პირველ რიგში ბიბლიის სწორედ არის სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება. როგორ ხედავ შენ სხვა ადამიანს, ანუ ის შენთვის, აი მაგალითად წინა ეროვნული მიზნებში იყო მე ესე მეჩვენებოდა ყოველ შემთხვევაში იქ იყო ჩანაწერი, რომელიც თითქოს გარესამყაროს მტრულად განაწყობდა ამ კონკრეტული ადამიანის მიმართ და თითქოს სკოლის ამოცანა იმ ძველ დოკუმენტში, რომელიც ახლა შეიცვალა, ხო? იყო რომ როგორ გაუმკლავდეს ამ სამყაროს. ეს სამყარო არის რაღაცა თვალსაზრისით უცხო, რაღაცა ზოგ შემთხვევაში მტრულიც კი და როგორ უნდა გაუმკლავდეს ეს ადამიანის და არის მეორე მიდგომაც, ხო, რომ ეს სამყარო უცხო და მტრული კი არ არის, ეს სამყარო მოყვასებით სახსავსია. ის ადამიანები, რომლებიც შენს გარშემო არიან მოყვასნი და მათთან ურთიერთობა უნდა ისწავლო და ისინი ასე უნდა აღიქვა. შეიძლება მესამეც გითხრა? შეიძლება. ეხლა ანუ შეიძლება იყოს მესამე, მეოთხე, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის, აი ჩვენი გეოგრაფიიდან, ჩვენი რაოდენობიდან, ჩვენი შესაძლებლობიდან და ჩვენი დიდი გლობალური ინტერესები, რასაც ყველა ვხედავთ. განათლება არის ერთ-ერთი უმთავრესი, ამაზე არ გვინდა, რომ ესე ვთქვათ, ყველა ვეთანხმებით. და როცა ვლაპარაკობთ ეროვნულ მიზნებზე, ეს ფაქტურად არის განათლების მიზნები რო არის, დიდი ეროვნული მიზნებია, ხო? გია არ დამეთანხმება შევატყობესე, მაგრამ და არა კრიტიკისთვის ვამბობ, მაგრამ თვითონ ამ დარგის მუშაკები განათლების სფეროში, რომ არა ვთქვათ საზოგადოებაზე, ძალიან დიდი ეჭვით ვართ, გონივრული და დარწმუნებით ვარ, რომ რო გავაჩეროთ, თუ გითხოთ, ძალიან პატარა ნაწილი იტყვის რა არის ეს მიზნები და რის გვამინდა, რომ ეს მიზნები არსებობს, ანუ რო იტყვიან მატარებელი რომ მიდის სადღაც, ესე იგი არის ბოლო არის ესე ვიზანი სადღაც წერია, მაგრამ ამ მატარებელში მსხდომი ადამიანებმა არიციან ის ბოლო დანიშნულების ამბავი და ყველას თავის წარმოდგენა აქვს ადმინის. ეს მიზნები არის პირველ არხზეც გვითქვამს ჩვენ თავის დროზე, ეს მიზნები არის მთავარი დაკვეთა ამ ქვეყნის საქართველოს მთავარი დაკვეთა სკოლის მიმართ. თუ ეს შენ კარგად გააზრებული არ გაქვს და თუ სკოლა ამ ამოცანებს არ წყვეტს მაინც და მაინც თან კარგად და ხარისხიანად, ისე ამის ჩამოწერას აზრი არ აქვს და არც არაფერს აზრი არ აქვს. ეს ძალიან არსებითი ამბავია. ხო და ბატონო, ხო და მე თქვი შენ იდეას შეიძლება წინააღმდეგობრივად ვცდილობ გავუკაფო გზა, რომ თუ ისი მიზნები
მიზნებთან დაკავშირებით იქნება დისკუსია და ჩვენ ვიტყვით, რომ ეს არის ნამდვილად მიზნები და ეს ის მიზნები კი არ არის, რომ უბრალოდ სადღაც დავწეროთ და არავინ არ ვიცოდეთ, არამედ ეს მიზნებია, რომ ნამდვილად ჩვენი მატარებელი აიქ მიდის. მაშინ იქ კიდე მათი შესრულება შეგვეძლოს, რომ გავწონოთ და გავზომოთ. ეს ყველაფერი რას ემსახურება იმ მიზნისკენ სიარულს, მაშინ მანდ აქვს შანსი ამ სიტყვისთვის დიდი ბოდიში რაღაცა რომ ბიბლიის სწავლებაც აქ აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ჩვენ ესე იქნება რომ ნახე შენ ახლა საუბრობ მე მინდა მაყურებელს თქვა და ეროვნულ მიზნებზე რომელიც ჩვენს ცხოვრებაში კი არ მონაწილეობს არ ვიცით ჩვენ ამ ეროვნული მიზნების შესახებ შენ რო იცი ეს ეცით როგორ არის მათ საქმე აი რამდენიმე მომენტს მინდა შევეხო და ძალიან მოკლედ პირველი, მე სულ ამბობდი, რომ ეს მიზნები პირველად მივიღეთ ჩვენ 2004 წელს. 20 წლის მერე შეიცვალა. რომ ვცვლიდით ამ დოკუმენტებს, მეც რაღაც მონაწილეობა მცირედი მახამაში მიღებული. რომ ვცვლიდით, მაშინ ვამბობდი და მანამდეც ვამბობდი. ეხლა შეიცვალა 24-ში. რად გვინდა ჩვენ ამ მიზნების ჩამოწერა? თუ არავინ არ დაინტერესდება იმით ამ მიზნებს ქართული სკოლა აღწევს თუ ვერ აღწევს. ეს ხო მარტივი კითხვაა. ეს ხო საბედისწერო კითხვაც არის რა. თუ შენ უბრალოდ ჩაწერ რაღაცას დოკუმენტში და აფრიალებ ამას და იტყვი რომ აი ესაა ჩვენი კონსტიტუცია განათლების სფეროში და მე არასდროს არ მოიკითხავ ამ მიზნებს აღწევს ჩვენი სკოლა თუ არა, მოკლედ რო ვთქვათ ეს ძალიან ცუდია. მე იმედი მაქვს რომ ამ ახალ მიღებულ დოკუმენტს ცოტა სხვა ბედი ეწევა და ქართული სახელმწიფო მოიკითხავს და არაერთხელ როგორ აღწევს ამ მიზნებს ჩვენი სკოლა. ეს ერთი. მეორე. აი რასაც წეგან ამბობდი გიორგი. ადამიანად ჩამოყალიბების ხელოვნება არის სკოლაში მუშაობა მასწავლებლის და ბავშვის და ყველასი ვინც იქ არის, რა. პატარა მაგალითს გეტყვით. ბიბლია არის შესაძლებლობა ყველა მისი ტექსტი მე რომ გითხოს კაცმა, რომ თავარი კითხვები დასვა რაც ადამიანის ცხოვრებას ეხება და ის ბევრ რამეში გაგარკვევს შენ. შენი თავის შეცნობაში დაგეხმარება, სამყაროს აღქმაში დაგეხმარება, მის გამოხატვაში დაგეხმარება. კონკრეტული რო ვიყო. რამდენჯერ ვიხსენებია ჩვენ ეს ამბავი ერთმანეთთან საუბარში, რასაც ახლა ვახსენებ. სახარებაში არის ამბავი. იესო ელაპარაკება თავის მოწაფეებს და ეუბნება ასეთ ამბავს გიორგი. თუ შენ საკურთხეველთან დგახარ და ღმერთს უნდა შესწირო შესაწირი. ამ დროს მოვიდა ვიღაც და გითხრა რომ შენი ძმა გულნატკენია შენზე. დატოვეო ეს საკურთხეველი, წადი დაეგე ძმასა შენსა, ჯერ იმას შეურიგდიო. მე მოდი და შესწირე შესაწირი ღმერთს. და ვერასდროს ვერ ვიგებდი რა ეწერა აქ სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ არავინ არ მეუბნებოდა ამას. თავის დროზე ხო სახარებასაც ვერ შევიდა კაცი, რომ წაეკითხა და არ იყო წაქეზებული ამბავი მან და მაინც ეს. ხო? და მერე ერთი თეოფილაქტე ბულგარელი არის მე-11 არაჩვეულებრივი განმარტებელი შესანიშნავი და იმას უწერია მარტივად ბიბლიის ყველა ტექსტი ხო განმარტებულია ძალიან დაწვრილებით. იმას უწერია რომ ყველაზე დიდი შესაწირი ღვთის წინაშე ის არის რომ ესაც შენ შეგიძლია შენი გვერდით მდგომი გიყვარდეს, მოყვასი გიყვარდეს. დაგაფიქრებს ეს ამბავი რაღაცას. ახლა მეორე სურათი დავინახოთ, რაც საყოველთაოდ ცნობილია და მე მგონი კაცი არ არის ეს რო არ იცოდეს. იესო მიიყვანეს პილატესთან. იმიტომ რომ სინედრიონმა გადაწყვიტა მისი სიკვდილი დასჯა, მაგრამ ამის უფლება არ ჰქონდა. ამის უფლება ჰქონდა პილატეს როგორც რომის პროკურატორს, არა? და იმან თქვა რომ მე კი უცნაური ადამიანია ესა, მაგრამ ბრალს ვერ ვხედავ მე მის ცხოვრებაშიო და არ უნდა და მისი დასჯა, ხო? და მათი დიალოგი არის ძალიან საინტერესო. ერთ-ერთ მომენტში იქ ახსენებს იესო ჭეშმარიტებას, სიტყვა ჭეშმარიტებას. ამ სიტყვამ რამდენი ომი გამოიწვია, გიორგი, რაც სამყაროს ისტორია არსებობს, ყველა ჭეშმარიტებას იჩემებს. აგერ ჩვენი ვაჟა-ფშაველა რას ამბობს ალდაქეთელაურში. ჩვენ ვიტყვით კაცნი, ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზდიან დედანი. ჩვენავს ცხონდებით ურჯულობთ, კუფრში მიერის ქშენანი. ამის თქმით ვწარამარაობთ, სულ ამას ვლაპარაკობთ. ღვთისშვილთ უკეთეს იციან და მე არის მთავარი კითხვა. ყველანი მართალს ამბობენ განა, ვინაცა ხფიციან.
ფრთხილად დაინახე ახლა ამ წუთას რომ მოუტრიალდა იესოს შეიძლება გაუღიმა კიდეც და ეკითხება და რა არის ჭეშმარიტებაო იმიტომ რომ ყველას თავისი ჭეშმარიტება აქვს რა ბავშვებმა ეს არიციან გონიათ ისე მოგეტრიალდება და ისე იმსჯელებს ამ თემაზე რომ შეიძლება პირი დაგაღებინოს და შენ არასდროს ამაზე ნაფიქრიც არ ქონდეს იმიტომ რომ ხანდახან მოსწავლებიც ასწავლიან ხოლმე მასწავლებლებს და ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მე მგონი რა არის ჭეშმარიტება ეს კითხვა სკოლაში არ უნდა დაისვას და იქ ისე ბუნებრივად არის დასმული ეს კითხვა და იმდენი წახნაგით არის ეს წარმოდგენილი იმდენი მაგალითი შეიძლება მოიტანო რომ ეს დაეხმარება ადამიანს რო ადამიანად იქცეს. გეთახმები და მე სწორედ ოპოთირებას გიგერგიძე აი როცა ვამბობთ რომ გარდაიქმნას თქო მე ესე მგონია და იმ მიზნებიდან გამომდინარეც და გამოცდილებიდანაც და რაც ჩვენთვისაც უსწავლებიათ რომ სკოლაში უნდა აღიძრას ინტერესი აი რაც ინტერესში თვითონ შედარს განმარტოთ რომ ლიტერატურის ინტერესი ნიშნავს ლიტერატურის სიყვარულს და მკითხველის ჩამოყალიბებას, იმიტომ რომ შეუძლებელია სკოლამ, ასე ვთქვათ, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ესე ვასწავლოს ყველაფერი. ანდა ლიტერატურის მცოდნე რო აღზარდოს. ანდა თქვათ, რომ აი ეს აუცილებლად უნდა იყოს სკოლაში. არ არსებობს ეგეთი რაღაცა, რომელიც აუცილებლად ეს უნდა იყოს სკოლაში, თორე არ შეიძლება. იმიტომ არ ვამბობ, ხა ვიღაც ახშობ. თავარია შენ ისეთი მოახერხო და ისი ასწავლო რაღაცა, რომ მას შეუყვარდეს და მერე თვითონ წაიკითხოს. სხვა შოა იგი ეთახმება, რაც სიმპტომატურია სკოლაში ბავშვები ამბობდნენ ხოლმე და ეხლაც ამბობენ რო კითხავ მაგალითად რაღაცას არ ვიტყვი ხო ეს სკოლაში ვაქვს დასწავლე ეს მიყვარს და რატო თვიცი იმ სკოლამ მოახერხა ეს წაიკითხა მან იმისთვის ვისაც ლიტერატურას კითხულობენ და ჩვენი სკოლის სწავლების ნაკლი თავარი ის გონია რომ იხთის მოვალეობას და იქ რაღაც ამბავს იხსომებს იმას მაგრამ ის რომ ლუარ საფთათქარიძეში არის წყინვალე ნაწარმოები და გენიალური ადგილებია მაგალითად იმაში რა ის რომ გურამიშვილი და დავითიანი და ასე შემდეგ აი ეს არ ხდება თქო და რატო უფრო ბიბლიის აქ შეტანა ესე კიდევ დამატებით რომელიც უბრალოდ ინფორმაცია და მან რაღაცა იგავი იცოდეს თუ არ იცოდეს ეს იქნება ერთ-ერთი მოვალეობითი მოხდა და ამის მაგალითს მოვიყვან ძალიან კონკრეტულს მე რომ მithქვია რა მნიშვნელობა აი თქვათ ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით მე თქვი არ ვამბობ როდის შედის და მე თუ ეს დისკუსია დაიწყება მე რამდენად ვეკდება მე მასწავლებლებსაც და ყველას ვეტყოდი ვკითხავდი და დაჟინებით და პროვოკაციულად თუ გდებოდ ამას ვეტყოდი შენ თუ გინდა რომ ვეფხისტყაოსანი ადამიანს უყვარდეს მითხარი როგორ ასწავლი და რას ასწავლი აი როგორ ასწავლი ცუდია ვეფხისტყაოსანს ვასწავლი ეგეც არა როგორ აკითხებ ვეფხისტყაოსანს და კი ბატონო თუ ამიხსენი როგორ აი იმას აქში როგორ აწყებინებ და თუ იმას აქში აწყებინებ და გინდა რომ მე მიყვარდეს ეს ნაწარმოები და შევიყვარო რაც მაშინ თავარია აი ტარიელი და დესტანის ამბავი აბა როგორ იყო და მე მეკითხავ რომ და არა იმიტომ რომ ვიღაც აღშფოთდეს ერთხელ ამათქო ცოტა რაღაცა აგეოგრაფია სხვანაირად ვასწავლო და ხალხი გადაერია მურღულია სულ აგეოგრაფიის გაუქმება აგეოგრაფიის გაუქმება კი არ უნდა რომ კარგად ისწავლო და თან როგორ ჩვეთა ხდება ხოლმე ფარისოლვა სულ წაკითხული არ გაქვს ხალხი უნებოდა აი მაგალითად შემოხვედი და მე უნდა ბავშვებო ჩვენ ახლა ვიწყებთ დიდი ქართველი ეს იცის გაგონილი აქვს სახშიც აქვს წიგნი მიცის რომ რუსთაველი მაგარი ხა გიყურებს და რატოა საინტერესო ახლა აი კაპიტან გრანტის შვილები ჩვენ რომ საინტერესოა საიმუშკეტელი საინტერესოა და მე ხლა რატოა საინტერესო ბავშვს საინტერესებს და ჩვენ ახლა გეტყვი დავიწყოთ და მასწავლებელთან აქვს შეკითხვა გეთ მოდი ახლა მე გეტყვი რომ დავიწყოთ შესწავლი და შაირობა ჯერ უნდა მოდი შაირობა დავიზეპიროთ ახლა და რო დაგისვამს ესე კითხვა ჯერ შაირობა ესე ვთქვათ არის ეს მე პოეზიის ჟანრებზე ესაუბრები და მე კიდე მიჯდორობის დარგებზე ესაუბრები და უკვე პრაქტიკაში და უკვე შენ ამას კი არ აყვარებ და წიგს კი არ აკითხებ უკვე აშინებ და ამბობს რომ უკვე მე მეშინია ვეფხისტყაოსთვის შემდეგ იწყებ რომ აი ჩვენ მეთოდოლოგია აი ხლა ეს არის იდეალური გმირი აი ეს არის იდეალური გმირი კითხულობს ამ დროს ეს ბავშვი კიდე თუ იქამდე მოყვა და ბოლოს ესე გეუბნები რომ ეხლა წადი და შენ ავთანდილის ლოცვა ისავლე ზეპირად და თუ კაი შემთხვევაში მასწავლებელია ისინი მითხარი ახლა თანამედროვე ქართულზე ვარსკვლავირო და ზუალო რას ნიშნავს კარგი მე ესე ვუყურებ და იდეალურია და თუ შეკითხვა დაგისვა რომ ეხლა კი მაგრამ იდეალური კი არა მაგრამ გაიხედა იმან
ამან ისპოკლა, გაიხედა ამან ცოტა არა იდეალური საკითხია. ეხლა ნესტან დარეჯანის უბჭყინვალესი წერილში ეს არ არის, ეს რამდენად აქეთკენ არის მიმართული ჩვენი ლიტერატურის სწავლება. მე რისკვამდა ლიტერატურის სწავლება, აი ხა ხმამაღლა ჩვენს განათლების სისტემაში არ არის წიგნის მკითხველის აღზრდის, არის დამწყები ლიტერატურაცოდობის თვალსაზრისით, რომელიც დრო რო გადის ავიწყდება. ესე ვთქვათ, არის ესე გია თუ არ არის? ნუ როგორც იტყვია და არც მაგისობა. ამაზე რა პასუხი არის ხო, მეც გია ხერბილად მაინც ნუ ასაკურველი არიან კარგი მასეულები. ისევ სისტემის გარეთ არიან კარგი მასეულები. ხო, სხვა შორის ერთი გენიალური კინოა ამერიკა დამაისა მკვდარი პოეტების საზოგადოება. მე მაგის მომხრე და რო შედის იქ თვითონ არის ლიტერატურა და შედის და ეუნება ამოიღეთ წიგნებიო, ამ გადაშალეთ ხო და ამოხიეთ ეს ფურცელიო. აი ჩვენი ეს ამოსახევი ისკერო რომ წიგნი დავხიოთ და ხო რა დღეში ვართ ხო და უგერო ადამიანი თავსი მართლა მაგრამ ეს თუ თლიანად არ მოტრიალდა და ამიტომ გიას აი რა შევეკამათებიც იქ ჩვენ ბიბლიის ბევრი ვიფიქრე ამაზე და უზარმაზარი ამბავია რასაც შედამოვიდია და რომ ეს უნდა შევიდეს მაგრამ აი ბიბლიის შესვლით უნდა მთელი საფუძველი შეიცვალოს და გარდაიქმნას ხო ამაზე ხო შევთანხმდით ხო არა კი შევთანხმდით აი უკვე აი ეს არის მთელი ამბავი ეხლა აი კიდე რამდენიმე მომენტს მინდა აქ იმდენი სალაპარაკოა მე არგუმენტები არ გავომელება ეხლა ამ ამბის მაგრამ აი რამდენიმე მომენტი ვნახოთ პირველი ერთ წამსრულ ლიტერატურას თავი დავანებოთ აი წავიდა ადამიანი შევიდა და ნახა მიქელანჯელოს მოხატული სიქსტეს კაპელა გამაოგნებელი მშვენიერება და გამაოგნებელი სიბრძნეა რაც იქ არის რა სადაშერ გოეთე ამბობდა რომ ვისაც სიქსტეს კაპელა არ უნახავს ის ვერასდროს წარმოიდგენს რის გაკეთება შეუძლია ერთ ადამიანსო და რას გაიგებს ადამიანი იქ ყველა ნახატი ბიბლიურ სიუჟეტზე სულ ყველა თუ ეს არ იცი შენ ფერს მოიწონებ კომპოზიცია შეიძლება მოგეწონოს მაგრამ სულს ვერ დაინახავ ნახატის ეს ერთი მეორე როდესაც ჩვენ ვამბობთ ძალიან მარტივ ამბებს რა არის ფერის ცვალება მაგალითად რა არის ქადაგება მთაზე სადაც არის ჩამოყალიბებული იესოს მოძღვრება ხო რა არის აღდგომა რა არის შობა ამაზე რაღაც ელემენტარული წარმოდგენა ხო უნდა ჰქონდეს ადამიანს რომლის კონსტიტუციაში წერია რომ ქრისტიანულ სამყაროს და ქრისტიანულ სარწმუნოებას აქვს განსაკუთრებული როლი შესრულებული ჩვენი ქვეყნის ისტორიაში რა ადამიანს ჭვალავს ეს ხედვა ჭვალავს მთლიანად ჩვენს ცხოვრებას ყოველ დღეს ჩვენი ცხოვრების რა მაგალითად ადამიანმა არ უნდა იცოდეს რომ წერია ამ ბიბლიაში რომ ღმერთმაო ადამიანი თავის მსგავსად შექმნაო. უკვირთ ეს, ბავშვებსაც უკვირთ და მოზრდილებსაც უკვირთ, ხო? თავის მსგავსად თუ შექმნა ჩვენ, რატოა მაშინ ეს სამყარო ეგეთი ნაკლოვანი, ამას უამრავი კითხვა და უამრავი პასუხი ახლავს, მაგრამ რას ნიშნავს თავის მსგავსად რომ შექმნა იმან? ბიბლიური საზრისი როგორ ხსნის ამას? სამი ამბავია იქ. ძალიან დიდი სირთულეები კი არ ახლავს ამას. უბრალოდ ეს უნდა იცოდე და ამის თქმა ზუსტად იმდენი დრო სჭირდება, რასაც მე დავხარჯავ ახლა. ეს ნიშნავს სამ მთავარ ამბავს. პირველი, ეს არის რომ შენში უნდა იყოს სიყვარული. შენში სიყვარული თუ არ არის, მაშინ შენში ღმერთი არ არის, იმიტომ რომ იოანეს სახარებაში წერია რომ ღმერთი სიყვარულია. გაიგებს ადამიანი ამას კაცმალოდ. კი გაიგებს, მაგრამ სიღრმეები სჭირდება მერე და მერე, იმიტომ რომ სიცოცხლე ერთი გაკვეთილი სხვა ტარდება. დავასრულებდი, სულ ერთი წამი მჭირდება. პირველი არის სიყვარული. მეორე არის თავისუფალი ნება. თავისუფლება. ეგზისტენციალისტები ამბობენ ბევრისთვის გაურკვეველ და ბუნდოვან და გამოუგნებელ ფრაზას. ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით. რატომ? იმიტომ რომ თავისუფლება არ არსებობს პასუხისმგებლობის გარეშე. შენ თუ გონია რომ თავისუფლება არის მარტო ის რომ შენ რაც გინდა და როგორც გინდა და სადაც გინდა ის გააკეთო, ეს ასე არ არის. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში თავისუფლებას ქვია სიშლეგე, სხვა არაფერი.
უპასუხისმგებლო თავისუფლება არის შიშლეგი. და ბიბლიის პირველი წიგნის მესამე თავში აღწერილია პასუხისგებლობა. ხო, და თავისუფლებას. კი ბატონო. და მესამე მომენტი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, გიორგი. ღმერთმა წერია ბიბლიაში 6 დღეში შექმნა სამყარო და ჩვენ ადამიანები შექმნა სულ ბოლო დღეს. მან დაამთავრა შემოქმედება და შექმნა შემოქმედი, რომელიც გააგრძელებდა მის გზას. ამით გავარ. ანუ შემოქმედება, ახლის შექმნა. ეს არის ადამიანის პრივილეგია, რომელიც მას ღმერთმა მიანიჭა. და ზოგიერთი თეოლოგი თელ ჩვენ ისტორიას მერვე დღეს უწოდებს სიმბოლურად. რა? აი ეს დრო დასჭირდებოდა ამის თავდაპირველ ახსნას და მე უამრავი მაგალითი შეიძლება ეს მოიტანო. აი ამაში მე უკვე კატეგორიულად ვერ გეთახმები ისე რომ ეხლა რატო ვერ გეთახმები? აბა მოდი ვილაპარაკო. შენ ეხლა რაც ჩამოაყალიბე, ეხლა მე ჩვენთვის ვფიქრობდი. ეს რომ გადაიტანო, ეტყვი ეხლა ზუსტად შენ ეხლა რაც ჩამოაყალიბე. მე არ ვამბობ რომ დაგასწრებ თქვა, მე არ ვამბობ რომ ამ ერთი გაკვეთილით უნდა შემოიფარგლოს ამაზე ლაპარაკი. შენ ეხლა ფაქტურად მე ვლაპარაკობ თუ გვინდა რომ ჩვენ განათლების სისტემა იყოს აწყობილი, მე რაც არ არის ჩემი არა ვარ მე მაგაში ეს როგორ უნდა გაკეთდეს, ერთდროს კი მიფიქრია, მაგრამ შენ ეხლა ამას აი ეს ეხლა რაც მარტო შენ თქვი მე ვფიქრობდი ეს რომ გადატანილი იქნა სისტემაში, სახელმძღვანელოში და ეს არის მარტო აი ისეთი სამუშაო რომ უკვე წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ეს შენაც იოლად რაც თქვი სრულიად არ არის, იმიტომ კი რა ხო ვაკრიტიკებ, სრულიად არ არის ამისთვის ესე მზად და ეს თუ არ იქნა მე ეს ყველაფერი დეტერმინირებული და რაღაცა ასე ვთქვა, იმიტომ რომ და სკოლაში საერთოდ მე აი და მიზნების ამბავშიც აი მაშინ უკვე აი და სადიწყება გიორგი ვასიკო ამბობს რომ ეს რთული არა რთული გზაა რაცა არა კაცო რთული რო არის ერთია, მაგრამ მეორე თქო თუ თავისუფლებას ამბობთ მეც ხონა მქონდეს ასეც გამოთქვა. მეორეა რომ მე ვამბობ რომ აქ სკოლაში უნდა მოხდეს თუ არა ეს ამბავი, თუ სკოლაში უბრალოდ უნდა მოხდეს ნამდვილ რეალურად რომ იცი რა არსებობს აი ეს რო გაიგოს რომ არსებობს ესეთი წიგნი, წიგთა წიგნი, უფრო სწორედ იქნება ბიბლია, რომელიც საინტერესო რამ არის და მე დენი არ დამარტყავს ამას თუ წავიკითხავ და მარტო რომ დავრჩები და მერე წავიკითხავ განმარტებს და ხერას გეუნები აი რომ გადაკეთებ და აი ამ კუთხით თუ იქნება თქო ესე მიტანილი და არა იმიტომ რომ მაშინვე ეხლა შენი არგუმენტი რაც ეფუძნება იცი ეს რო ცუდად მოხდეს მაშინ ეს ცუდი იქნება არა ცხადია ცუდი იქნება თუ ცუდად გავაკეთებ ცუდად მოხდეს მაგას არ ვამბობ არა მე დავთვალე ვერასაც ვამბობ მეც ვიფიქრია ხომ აქ რა უნდა მოხდეს რომ აი წიგთა წიგნი არსებობს ეს უფრო მნიშვნელოვანია რომ ეს არ ეცებობს ვიდრე მაგალითად ხა ეს ვფიქრია რომ ზუსტად იცოდეს რომ შუშანიკი რო ამობს რაღაცას რომელი რაღაცას უთითებს ის რომ მაგალითად მან ნახოს რომ ეს ვეფხისტყაოს არის მაგალითად რო თქვა ჯო არ ყოფილა საშიში წიგნი რომელიც შეიძლება არა მარტო წაუკითხავად დავიცვა და ვიძახო რომ გენიალური არამედ შეიძლება წავიკითხო და გამიხარდეს ისევე როგორც რომეო და ჯულიეტა, თუმცა არც მაგის კითხვით შეიძლება იკლავდეს ჩვენი თავს. და თვითონ სისტემამ, განათლების სისტემამ გაიაზროს, რომ ლიტერატურა ის კი არა რომ შენ ქულა ჩაიწერო და აი თქვა რომ მე ახლა ამან იცოდეს და მე ტესტი ჩაუტარო. რაც აი არა, აი ხო და მახებივედი ის რომ ლიტერატურა ტესტით და პირობითად ტესტით გაზომოდა შენ ეს გიქნია ეს აბა ის მითხარი აბა იმას მითხარი რამდენი ფეხი ქონდა იმას რამდენი თვალი ქონდა იმან ეს აი ეს თუ აი ეს არის სკოლის მე ესე მგონია კიდევ ერთხელ გეუბნები რომ თუ ამას ცუდად ან საშუალოზე დაბლა გააკეთე არ ვარგა მოდი მე და შენ ერთი პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ ახლა ვეფხისტყაოსთან დაკავშირებით აი გიორგისთან მაქვს ერთი მარტივი კითხვა როგორ ფიქრობ შენა სიკეთე საბოლოო ანგარიშით იმარჯვებს ბოროტებაზე ადამიანთა ცხოვრებაში თუ არა? მე როგორც ქრისტიანი ადამიანი პირდაპირ გეტყვით რომ კი. რას ეფუძნება შენ ეს რწმენა? ჩემი ეს რწმენა რეალურად ახალ აღთქმას ეფუძნება რა თქმა უნდა. რასაც უყურებ შენ გარშემო, როგორც ჩვენ ცხოვრობთ, როგორც სამყარო ცხოვრობს, 1000 წინააღმდეგობით სავსეა, ღალატი, შური, ომი, მტრობა, ავატყობ ყველაფერი ერთად ხდება. ეს არის სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე? ასეა? კი. კარგი. ეხლა მოდი ჩვენ ამას შევხედოთ ვეფხისტყაოსანში როგორ წერია ეს ამბავი.
აი საინტერესოობის დაბადებაზე ლაპარაკობ რა. არეოპაგელს ახსენებს იქ რუსთველი, რომელსაც ეფუძნება მარტო რუსთველი კი არა, დანტეც იმას ეფუძნება და ჯეფრი ჩოსერი და პეტრარკა და დიდი ტიტანები შუა საუკუნეების და მერეც. ერთ სტროფს ახსენებს იქ რუსთველი და პირდაპირ ასახელებს დიონისეს. ამ საქმესა დაფარულსა, დაფარულიაო ესო. ბრძენი დივნოს გააცხადებს. ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს. ნახე, საიდან იწყებს ის? სიკეთე არის ღმერთის შექმნილი, ამიტომ ეს არის მარადიული, მას არსება აქვს. ბოროტება ღმერთს არ შეუქმნია, მას არსება არ აქვს. ის ჩანს, ის შეიძლება ცოცხლობდეს, აი კვამლივით არის რა. კვამლი ხო ჩანს და ერთხანს არის ხოლმე, მაგრამ მერე განქარდება ხოლმე. ხო, იმიტომ რომ არსება არ აქვს მას. ავსა წამ ერთ შეამოკლებს ამავე სტროფში ამოს. ნახე რას ამბობს? ბოროტებას დროში ჩაკეტავსო, კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს. და უკვე აქ არგუმენტია, ნახე, როგორ შეიძლება დროში ჩაკეტილმა დაამარცხოს მარადიული. როგორ შეიძლება ერთმა წამმა დაამარცხოს საუკუნე ან მეთუმეტეს მარადისობა. ამას ეფუძნება ვეფხისტყაოსანი, მაგრამ მარტო ეფუძნება კი არა. რუსთველი ამას კომპოზიციურად აკეთებს პირდაპირ უშუალოდ და ცხადად. ის ჩვენ პირდაპირ გვიჩვენებს, რომ თუ არის 1000 გზა ბოროტების გამარჯვების და არის ერთი გზა სიკეთის გამარჯვების, სიკეთე გაივლის აი ამ ერთადერთ დაკლაკნილ ბილიქს და მაინც გაიმარჯვებს, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ მარადიული დამარცხდეს დროში შეზღუდულთან. ეხლა შეიძლება იქ არის იმის იოანეს სახარების ერთი 엘ემენტი, სადაც პირდაპირ ეს ნახე, ნათელი იგი ბნელსა შინავალს და ბნელი მას ვერ ეწია. დიახ. აგა შელაგბირთვა და ეხლა შეიძლება მეც მივიღო ექსპერიმენტში მონაწილეობა და აბა მე აი ვეფხისტყაოსანის ამავე და მაინც მე მგონია თან ძალიან დაბეჭდები მგონია რომ ვეფხისტყაოსანი იმიტომ გახდა ჩვენი იდენტობის საფუძველი და იმიტომ შეიყვარა ქართველებმა და შეიყვარა თოცა გულისხმო, როცა კითხულობდნენ და გულით ატარებდნენ, როცა არავინ არ აძალებდა და როცა არავინ არ ეუბნებოდა რომ ორიანს დაგიწერო, თუ ამას არ წაიკითხავდა ასე და ასე შემდეგო, ამას მნიშვნელობა აქვს, იმიტომ კი არ ორიანის მნიშვნელობას კი არ ვაკნინებ, მაგრამ როცა სიყვარულით კითხულობდნენ, თავისით კითხულობდნენ, როდესაც ვანის ქვაბებში მიაწერა ქალბატონმა რომ ციხეზე ეგზო მაღალცაო და ყველაზე ძველ ხელნაწერად ეს არის თავისი გულის ზეპირად რაც ახსო და თვალი ვერ შემოსწევია და თავის თავს ეს მონაზონი ვინიცის როგორ ძალით გამოკეტილია და რაღაცა ნესტანთან იდენტიფიცირებას ახდენ ამას კითხულობდნენ როგორც ხატრულ ქსოვილს და სწორად გამიგე ესე იგი სწორად გამიგე ნახე როგორ ვართ უკვე დაკომპლექსებული ვართ ამას დივნოსი რა სიტყვა და ბძენი დივნოს და ის სიბრძნეები რაც არის შეიძლება ზოგჯერ ნაკლებადაც აინტერესებდა და აინტერესებდათ როგორც მხატვრული ქსოვილი ძირითადად ეს ჩანს აქედან აი დამოკიდებულება ილიას რაღაც ფრაზასი ჩანს როგორი ავთანდილობა და შერმა თავის თავს ავთანდეს და შერმადიც უყურებდნენ და ეს იყო თავგადასავლებით ეს იყო ენით აი ეს წინვალი აი მაგალითად ჩვენ სულ გადატანილი არის ვეფხისტყაოსანი რატომაც არის დაშორება როგორც სიბრძნის სწავლების ამბავი და სკოლაშიც ამ დროს მოვიდა ახალგაზრდა ადამიანი და აი რომეო და ჯულეტა რო არის რომეო და ჯულეტაში რომეო და ჯულეტა არის საინტერესო ახალგაზრდების თემისთვის და აქ ჩვენ არის გადატანილია მთლიანად შეტრიალებულია და ლიტერატურის სწავლება კი არ მიდის აი სიბრძნის სწავლება მიდის და მე ასე იგი გინდა მე დავდა როგორც კი დაიწყებ ამ ბავშვთან ლაპარაკს რომ ბძენი დივნოს და აქ წახვალ ჩათვალე რომ აი ვებსტაუზე შენ ნანახოც აღარ უნდა ხრაქდა საღად ნიშნის გულისთვის მერე თუ ასწავლე ვასიკო მხოლოდ განყენებულად და თეორიულად ეს რასაკვირველია პრობლემაა მაგრამ თუ ამას გარდასახავ შენ კონკრეტულ ცხოვრებაში ესმის მაგრამ მე რას გეუბნები ცი ვერ ვაბობ ესე იგი გამოხატოს რომ ლიტერატურის სწავლება უნდა მოტრიალდეს რაც არის ლიტერატურის სწავლება რომელიც არ ხდება თქო ამას რომელიც ამ მეთოდოლოგიაში არ ხდება აი სობილი იუმორისტული გამოთქმა არის ახლა გასაბრაზებელი რომ კაცო რა არის ეს საი მუშკეტერიო 4 პათოლოგიური ლოთიო ორი ამ სუბუგი თუ რაღაცა სამი ყოფაქცევისო ერთი აფერისტიო და ერთი კრეტინიო მეფე იგულისხმება ცდილობენ რომ საფრანგეთი დაანგრიონო ხო და ერთ წესიერი კაციაო რომელიც თვითონ საფრანგეთის გადარჩენას და მთელი კითხველი და ამბავიო ამად გულშემატკივრებელო სამუშკეტერზეა ლაპარაკი იმიტომ რომ ხატრული ქსოვილია და ხატრული ამბავი აი ვეფხისტყაოსანი ამითი
არის ბრწყინვალე, ეს არის თავისი სათავგადასავლო, თავის ხასიათებით, თავისი და აქ სულ მიდის თუ ლიტერატურის თვალსაზრისით ასწავლე ხასიათით, ეს არის გენიალური. საკმარისია შენი იწყებ ამას ესე ქლივით ადგები და ამრგვალებ, როგორც კი დაიწყებ იდეალური, ბრძენი, აიტარიელმა რას იბრძდე თქვა, ის თქვა და მივიღებთ სადაოდ არ ვამბობთ, რომ უმრავლესობა ადამიანებს ხშირად აუმეხობა და გია დაბათახება წინვალე პერსონაჟი დამას დავარ შეიძლება რასაკურველია ავთანდილი და ადამიანები არა მე ვეფხისტყაოსანში ავთანდილი მომწონს ყველაზე მეტად კარგი ნათქვამია მაგრამ ვეფხისტყაოსნის გაუგებელ ეს როგორ არის ციფერბურთი მიყვარს მაგრამ მარადონა არ მიყვარსო ვეფხისტყაოსანი ტარიელის სიშლეგებზეა თუნდაც ამ თავის იმებზე ლიტერატურა თუ გინდა და რატო იცი ავთანდილი უფრო ლოგიკურია და გასაგებია ავთანდილი არის მწყობრად იქცევა ეგეთი ხო და რატო უფრო ეხლა ვეფხისტყაოსის მე ვისაუბროთ თუ გინდა კიდე თუ ეს არ შეიცვალა აი მე უფრო რადიკალურზე ვიდივარ არა მე მაგალითად როგორ გითხრა ამის იდეის სტუდიად მომხრე ვარ მაგრამ ის რომ ეხლა დაждდეს სწავლულთა ჯგუფი და დაიწყოს ახლა შედგენა და კიდევ როგორ დავამატოთ ამ ისედაც ინფორმაციულზე გადატანისა ინფორმაციულად დატვირთულ ლიტერატურაცოდეობაზე კიდე დაემატოს ახალი ინფორმაცია მე ამას ეჭვით შევხედავდი აი ხა ეჭვით თუ და შეხედო კიდეც აი ყურე ერთი ინფორმაცია თუ ჩვენ იმას ვლაპარაკობთ რომ ეს არის რაღაცა რეზინასავით ასე ვთქვათ ეს სასწავლო დრო ეს ასე არ არის შენ რო პირობითი 100 საათი გაქვს მაგალითად პირობითად ვამბობ ამ 100 საათში შენ მოასწრებ კონკრეტულად რაღაც ტექსტების სწავლებას ეს დათვლის კაცი ამას ხო თუ შენ მოინდომებ რომ რაღაცა დაამატო უნებრივია რაღაც უნდა გამოაკლო რაღაცას უნდა შეელიო იქიდან უნდა შეელიო მაშინ თუ ის რაც შემოგაქვს უფრო მნიშვნელოვანია და უფრო ძვირფასია ადამიანად ჩამოყალიბების თვალსაზრისით მოსწავლის ვიდრე თქვათ ის რაც აქამდე არსებობდა ხო და ხატული ქსოვილი უნდა ისა ხო იქ ამოცანები უნდა ზუსტად იყოს განსაზღვრული ჩვენ ხო უბრალოდ კარგ ტექსტებს არ ბრჭყალებში გამოვიყენებ ამას არ ვყრით სასწავლო პროგრამაში ჩვენ ხო ეს ტექსტები უნდა შევარჩიოთ აი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად რომელიც უკეთესად გამოხატავს თქვა სათქმელს კონკრეტული მიმართულებით შეიძლება ის შეარჩიო ასე არ არის აი ხლა სულ ერთ წამს ვიტყვი მე მქონდა შესაძლებლობა რომ ბოლო წლების განმავლობაში მონაწილეობა მიმეღო აი ამ ტექსტების შერჩევის პროცესში. აი ენით აუწერელი სირთულის ამბავია პირდაპირ მინდა გითხრათ რა. ადრეც მახსოვს ეს, მაგალითად 30 წლის წინ მაშინ შეიყრებოდნენ ხოლმე ჩვენი ძალიან ცნობილი ფილოლოგები, აი ჩვენი მასწავლებლებიც კი და ასეთი საუბარი მიდიოდა. ის გენიალური ხალხი იყო და შესანიშნავად იცოდნენ ლიტერატურა. ზოგიერთ ნაკლები შეხება ჰქონდა სასკოლო პრაქტიკასთან, მაგრამ ლიტერატურა ნამდვილად ძალიან კარგად იცოდნენ. და არგუმენტები როგორი იყო, იცით, რომ აი ეს ტექსტი როგორ შეიძლება რომ სკოლაში ბავშვმა არ ისწავლოს. ნუ ერთ-ორჯერ დავსვი კითხვა, რომ რატო შეიძლება რომ ისწავლოს ან არ ისწავლოს. რამე კონკრეტული მიზნები აქვს ამ თითოეული ტექსტის შერჩევას. ჩვენ რო ვარჩევთ ამ ტექსტებს და რომ ხედავთ რომ პირობითი 100 საათი ირღვევა და ამის სწავლებისთვის 130 და 150 საათია საჭირო ლოგიკამ ხო უნდა გვიკარნახოს რომ რაღაცას უნდა შეველიოთ იქიდან აი როგორც კი რაღაცის შელევაზე მიდგება საქმე იმ წუთას შენ ხდები მტერი ქართული ლიტერატურის პირდაპირ და ეს წარმოუდგენელ მასშტაბებს იძენს ხოლმე აი ახლაც კი ამოცანად იყო დასმული ის რომ შედარებით მაინც გამარტივებული იყო ეს პროგრამა რომ მოესწროთ ეს მასწავლებლებს იმიტომ რომ ზოგჯერ ვერასწრებენ ხოლმე ნუ ვეცადეთ რომ ეს ასე მომხდარა რა გამოვიდა აქედან ახლა ნახავს ხალხი დიდი პატივისცემით მაგრამ რატო ეცი მეთოდოლოგიური შესწავლილია მიდგო ნახე ტექსტი მასწავლო კი არა აი ეს არის და ამაზეა ორიენტირებული ეს მომწვიდე რა არ შეიცვალა თავარი და
ესე იყო რომ დაიწყო სწავლება, ესე გადმოგვეცა ჩვენ რო სწავლობდით, მოდის დღემდე. ტექსტი კი არ უნდა ასწავლო, ესე მგონია. უნდა ასწავლო ლიტერატურის კითხვის სიხარული და ამასთვის აი ამაშია რომ ეს უნდა და შეაყვარო და ორიენტირებული აი მაგალითად მოსწავლეს ახლა იმდგარ არ ჭირდება ბძენი დივნოს რას გააცხადებს და ბძენი დივნოსი ვინ იყო ეს არ განსაზღვრავს ლიტერატურის სიყვარულს ამას ლიტერატურა არის შენ რას გასწავლე კაცო და ანამ პირიქით და შენ არ ჯერ ხარ უსწავლელი კაცი ვითა შევაჯერეო ის ხასიათი ესე იგი ხასიათი როგორი ხატება იმით არის ახლა ხო ეს ლიტერატურა არის ყველა გასაგები რო იყოს დარტანიანი რო ესე ეხლა შენ როგორც კიდევ დარტანიანი არც არ იქცევა ჭკვიანი აი რას ამბობთ ეხლა აი ეს გამახსენდა ეს დიალოგი ყველა შენ რო გიყვარს დიდი ხანია ერთ გვერდიანი დიალოგია სულ გიორგი შუშანიკის წამებაში როდესაც იაკობი გაიგებს რომ ასეთი ამბავი მოხდა სასტრაფოდ გამოემართება თავის სულიერ შვილთან დედოფალთან რომელიც ასეთ განსაცდელში ჩავარდა და ერთმანეთს ელაპარაკებიან იაკობი ეუბნება რომ მითხარიო შენ როგორც იყო ეს ყველაფერი როგორც მოხდაო ეს ყველაფერიო და მე ამას აღწერო და იმას უკვირს რა ისამკითხავ ამასო დაახლოებით ასე ეკითხა რატო მეკითხები რატო უნდა აღწერო ახლა ჩემი ცხოვრება იმიტომ რომ აღწერენ წმინდანის ცხოვრებას მე რატო უნდა აღწერო ჩემი ცხოვრება და ის ხვდება რომ დედოფალს ჯერ კარგად გაცნობიერებული არ აქვს სადამდე შეიძლება ამ ამბავმა ის მიიყვანოს და ეკითხება ტკიცედ დგახარო შენო და მე მეანიშნებს პირდაპირ რომ წარე გონება აქვსო ვარსკენსო დიდ განსაცდელს შეგამთხოვსო შენო და ის მე უპასუხებს რომ მე მზადა ვარ ამ გამოწვევისთვის და მზად ვარ რომ დავიცვეთ ჩემი მრწამსი და ჩემი რწმენა პატარა დიალოგია ძალიან და დიალოგში ხო ყველა რეპლიკას თავისი დანიშნულება აქვს რა ყველა რეპლიკას თავისი ქვეტექსტი აქვს თავისი მეორე სათქმელი აქვს თავისი რაღაცას ეკითხები მაგრამ იმის გარდა კიდე სხვა რაღაცასაც ეუბნები და ის ნეფსით თუ უნებლიეთ გიპასუხებს ხოლმე იმ მეორეზეც იმიტომ რომ ანაცნობიერებს ამას ან გრძნობს ამას ხო ორი ადამიანი ლაპარაკობს ორი ადამიანის ბედი ეხლართება იქ ერთმანეთს და ლიტერატურა ადამიანის ცოდნეობაა და აი მანდ მივდივარ და არა და დღეს თქო ვინმეს კი არ ვაღვარდებ სისტემურად არის ლიტერატურის ცოდნეობასაც კი არ გეუბნები ლიტერატურის ისტორიის რაღაცა ნაზავია ამასთან და კარგი მასწავლებლები ცდილობენ ამის გამოლევებას და რაღაც იწერება რომელიც სკოლამდე ვერ მიდის კარგი განხილვები თუ შეიძლება ითქვას რომ ლიტერატურა რო შეაყვაროს იმიტომ რომ მეცაც გეტყვი ხშირ შემთხვევაში ახე არის მაგალითად აი ვეფხისტყაოსთან ბარიერი აი რევოლუცია ერთი არის გარკვეულწილად მისიანა რომელსაც საბედნიეროდ არ ჭირდება დიდი რაღაც შესწავლა მაგრამ გარკვეული მიჩვევა უნდა და მეორე არის სახელმძღვანელო და მიდგომა რომელიც უბრალოდ ბავშვს აშენებს იმიტომ რომ ჩვენ იმის მაგალითად რომ მოდით და ახალგაზრდა ქალვაჟის სიყვარულს თავქარიანობას ეს საინტერესო ამბები დაიკითხოს ეგრევე ესე იგი მოდის რაღაცა აი ვზივარ ახლა მერვე მე-9 კლასში იწყება ხო ახლა და აი მე-9 კლასში მოვედი რაღაცა ხარია და ნახე რომ რაღაც მონუმენტი არის და გულს რო გაგიხეთქავს ეგეთი საზეპირო და მე მოდის საზეპიროები რომ და მთელი ამბავია რომ მე როგორ არის ცი რომ აბა მე რაღაცაში კარგ იმას შემთხვევაში თუ არის რაღაც ტესტებს გავცე პასუხი ერთი ფანტასტი რომანი იყო კომუნისტების დროს და აღარ მახსოვს ავტორიც არ მახსოვს ის მუნდოვნად მაგრამ აბა ვიყო ჩამოვიდა მარსელი ესეთი მარსიდან აი მოყოლეს ეპიზოდი და ნახე იცნობს დედამიწას რაღაცა და წაიყვანოს კონცერტზე და უთხრეთ რომ ბახია თუ ბეთჰოვენი დაუკრეს და თუ ბახი და ბეთჰოვენი და ვერ მიხვდი ეს მუსიკა რა არისო რა შეჭირდება თუ და ნუ უხსნიან ვერ მიხვდა ეს ხო და მე თქვა რომ ძალიან დახელოვნებული იყო შეიძლება ინსტრუმენტი მანდ ვიოლინო მიცეს და პატარა ინსტრუმენტები ამოიღო და ვიოლინო ბოლომდე დაშალა და მე ააწყო ისე და მივხვდი რაც არის მუსიკა და მეტი არ ამტერი ის მუსიკას ვიყო მიხვედრე ჩვენ დაახლოებით ეგეთი იმით ვასწავლით ახლა აიგოჩ ისი მაგდა და
ამაზეა მიმართული. ანუ რო დავბრუნდეთ ახლა. მე რის თქმა უნდა იცი, ანუ თემა რა არის? მე მესმის რასაც ხოდა ნახე მაგრამ როცა მიზნებში მიდის, აი მიზნებში მიდის, იმიტომ კი არა რომ ახლა რაღაც წოდის. აი პლატონი ამბობდა მაგალითად რომ მუსიკობაო აუცილებელიაო რომ აღზრდასი ამბობდა და ლიტერატურაზეც აუცილებელიაო. იმიტომ რომ აუცილებელი რა არის? აუცილებელი არის ჰარმონია დადმეში ლიტერატურა გიყვარდეს, თორემ ვეფხისტყაოსანში. ნახე ლიტერატურა გიყვარდეს, თორემ უამრავი კეთილშობილი ადამიანი ძალიან მაგარი საერთოდ არ ხოდა ვეფხისტყაოსანი წაკითხული. და მაინც კარგი ადამიანი იყო. ეგ ასე ვერ მოხდა. ანდა შენ გეცოდინება თუ არა ის ამბავი ძალიან კარგია თუ შენ ზეპირად რატო გინდა რომ სულ შენ თან გახდეს. თორე თუ შენ უბრალოდ ზეპირად იცი და თან არ გახლავსო, ფიქრობ ეს აღარ გამაგონო ეს ამბავიო, ეს მე ამას ვაუბრობ, ეს არის აი ესე მოსატრიალებელი ლიტერატურის სწავლება, მაშინ იქ ბუნებრივად მოგთხოვს ისა რა ქვია გურამიშვილის მაგალითად შეთხოვით კი არ იყო ის თავის მიზანი ჰქონდათ, բայց მოფიქრებული როცა სწავლა-მოსწავლეთას აზეპირებინებდნენ რომლისადაც გურამიშვილის თავის ადგილას გენიალური, მაგრამ საიდანაც ბავშვს ახსოვდებოდა რომ ესე იგი მაგრა დამჟვებავენ ახლა მე თუ რაღაც არ ვისწავლეო და ესა თან და დადებით საქციელიაო და არასწავლიდნენ ვაი რა კარგი საჩინოა და ზუბოვკიდან მომავალი და ეს რო იყო და ეს რომ ლიტერატურა არის აი ეს ამაზეა საუბარი და ის რომ შუჩანიკი არის საინტერესო ამას თავისი ცალკე საუბარია რომ ასაკობრივად როდის უნდა იყოს და თქვა 2 წლიდან უფრო ადამიანი მომზადებული სპეციფიკური ლიტერატურა ვიდრე ახლა გადაურბინოთ ახლა ჩვენ ამ სიტუაციაზე შენ ახლა მაგალითად ამაზე სურვ დადგეს ესე იგი მთელი ლიტერატურის საზოგადოება მე ესე იგი რო აიღო უბრალოდ შე პროგრამა და რა უნდა ისწავლებოდეს ესე იგი ვეფხისტყაოსანი და მთელი აგეოგრაფია და რაც რომ მოვიდა მე შემთხვევით ზაფხული და დაბრუნდა ყმაწვილი და შედის ყმაწვილობის ასაკში ხო ეს ასაკია რა თინეიჯერობის და უცებ ესე იგი დახვდა რომ უცებ უნდა აითვისოს მთელი აგეოგრაფია თავის ვეფხისტყაოსნით და მასწავლებელი ამბავი არის ეს პრობლემა თუ არ არის ახლა აი მითხარ ეს არის თუ არა შესაძლებელი რომ ეს ყველაფერი ესე იგი ჩაატიო მაშინ რო იყო აი ეს არის ამბავი ახლა კიდე ბიბლია რო ამას დაემატოს ხო და მიზნებთან მინდა რომ დავუბრუნდეთ რატომ მინდა მიზნებთან ამას დაემატოს ბიბლია ახლა ბაბატია ამას რო შეხედავს ადამიანი რომელიც კეთილი განწყობილით არის ამ იდეის მიერ და შენ ხარაზე უნდა გადმოვიდეს კიდე იფიქრებს რომ ეს ვერ აუთვისები ამას შეუძლებელია შენ ჩემზე კარგად იცი ყველაზე კარგად იცის ამან რომ ეს შეუძლებელია გაიარო ერთ სასწავლო წელიწადში რაც ახლა არის და ეხლა ამას კიდე რო რაღაცა დაემატოს ნუ მოკლედ რატო არის თუ არა ჯერ მითხარი გია ეს შესაძლებელი არა წეგან მე მგონი თქვა რომ მომწონს როგორ უჭერთ მხარს ჩვენ ამ იდეას ეს ძალიან არსებითია რომ უჭერთ ერთი რაშია საქმე იცით მარტივი ამბები ხდება მარტივ სივრცეებში და მარტივი სივრცეები საერთოდ არ არსებობს რას და ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ეს არის გამოწვევა რომელსაც ახლავს თავისი სირთულე დავამატებ დიდი სირთულე ახლავს ამას კიდე ერთხელ ვამბობ ასევე რომ ჯობს რაღაც საქმე საერთოდ არ გააკეთო ვიდრე გააკეთო ცუდად ეს ამბავი რაც და ჩვენ ახლა ვსაუბრობთ გულისხმობს რაღაცების სფერის ცვალებას რაღაცების გადაკეთებას რაღაცების სხვაგვარად გააზრებას გადალაგებას და ასე შემდეგ მე ვფიქრობ რომ ეს გააუმჯობესებს სკოლებში ადამიანად გახდომის პროცესს რაც ჩვენი მიზანი უნდა იყოს მოგაცროთ ჩვენი მიზანი სკოლაში არ არის არც ფიზიკოსის აღზრდა არც ქიმიკოსის არც ისტორიკოსის არც ლიტერატურის მცოდნეს და არც არავის ეს არის უმაღლესი განათლების ამოცანა სკოლა არის ზოგადი განათლების მიღების ადგილი და ეს ამოცანა ჩვენ კარნახობს სრულიად კონკრეტულ გადაწყვეტილებებს თუ კი ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს წინადადება რაც და ჩვენ ახლა ლაპარაკობთ გააუმჯობესებს ადამიანად ჩამოყალიბების პროცესს მაშინ უნდა ვიფიქროთ როგორ გავაკეთოთ ეს თუ ვინმე დაასაბუთებს და დაამტკიცებს რომ ეს არ არის კარგი გზა და ეს არის ზედმეტობა და ეს არის თავის ტკივილი ახალი რომ კიდე რაღაცა დაამატო და ისედაც შეუძლებელი პროგრამა ვთქვათ ამ გზას თუ გავყევით კიდე უფრო შეუძლებელი გახადოს სარეალიზაციოდ მაშინ ამას ხელი უნდა დაუქნიო ასე და დაემშვიდობა მე ხო ამბობ რომ მაგას არ ვამბობ
პირიქით მე ვამბობ, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ასე, მაგრამ ჯერთ მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე. კაი გაგებით პროვოცირებას ვცდილობ, რომ ინტერესი გაიზარდოს და მეორე მე ვამბობ, რომ ეს ნახე, ეს რომელიც ზუსტად განსაზღვროთ, სად მივდივართ და შემოვატრელო და გამომანთავისუფლო და მნიშვნელოვანი რაც არის, ეს ჩავდოთ და სრულიად გადავაკეთოთ თქო ამას. ხო. ნახე, შეძდა მეთანხმები, რომ ახლა პირდაპირ რაც ეს არსებულია, რო ავიღოთ და კიდე ერთი სახელმწიფო მეთქი, ერთი რეგიონს არა, რასაკვირველი არა, კაცო, ეს ხო ვინ უნდა ვიყო მე ახლა რომ გავაადვილო ეს ეს პროცესია რა და ასე წარმოუდგინო საზოგადოება. რასაკვირველი არა, წეღანად თქვი, ეს საკმაოდ რთული პროცესია, დროს მოითხოვს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოვემზადოთ ჩვენ ყველანი ამ საქმისთვის. თქვენ ხო გახსოვთ, ან შეიძლება აღარც გახსოვთ ის ამბავი, რომ ამ თემებზე ლაპარაკი დაიწყოს რაღაც 90-იან წლებში. ცოტა ამ საბჭოთა მარწუხები რომ მოეშვა, იქ მაშინვე დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ აი ახლა ბიბლია უნდა ვასწავლოთ, ახლა ვინ რას ასწავლიდა მაშინ? კაცშვილმა არ იცოდა ეს ამბავი. ზოგი ასწავლიდა ბიბლიას, ზოგი ასწავლიდა საღვთო ჯულს, ზოგი ასწავლიდა რელიგიების ისტორია, ზოგი რას, არც პროგრამა იყო, არც მასწავლებლები მომზადებიათ, არც არაფერი არ იყო საერთოდ, არც კონცეფცია არ იყო საგნის სწავლების, იყო ქაოსი. რასაკვირველია ამისკენ ახლა სწრაფვა იქნება დიდი გაუმართლებლობა. არა? მე 93 წელს იყო მიღებული რაღაც გადაწყვეტილება, რომ შექმნილი იყო ეს კონცეფცია, სახელმძღვანელოებიც, მასწავლებლების მომზადების ერთწლიანი კურსი იყო, სხვათა შორის მისი უწმიდესობა ძალიან კეთილგანწყობილად მფარველობდა მთელ ამ პროცესს და ამ მასწავლებლებს ლოცავდა და არაერთხელ შეხვდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო თავისთავად. მე ეს მინავლდა ეს ამბავი. ეხლა ხელახლა გაცოცხლდა იდეა, ოღონდ უკვე სხვა ფორმატით ვასწავლოთ თუ არა ბიბლია სკოლაში და რა მიზნით ვასწავლოთ, თუ კი ამაზე ჩვენ დავფიქრდებით და ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. და განვსაზღვროთ რა სიკეთეს მოიტანს ეს. თუ დავწმუნდებით, რომ სიკეთეს მოიტანს, აი იყოს დისკუსია. მოდით ვიკამათოთ ამაზე, მოდით ვილაპარაკოთ ამაზე, შევაფასოთ ყველა პლუსი და მინუსი და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ ეს იქნება მთელი ქვეყნის, მთელი ერის გადაწყვეტილება, მაშინ ეს საქმე შეიძლება კარგად გაკეთდეს. ხო, ანუ სწორედ მან აი ისე მიზანთან რომ დაუბრუნდეთ, იმიტომ მინდა რომ მიზანთან დაუბრუნდეთ, რომ იქ არის გასაღები ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ თუ ეს მიზანი ჩვენ კარგად გვესმის და თუ ჩვენ ამ მიზანს კარგად გავიაზრებთ, აი თქვენ ზეგან ახსენეთ, რომ აი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ეს არის ერის დავალება ზოგადი განათლების მიმართ, ხო, თავარი დაკვეთა. შესაბამისად ერმა და სახელმწიფომ, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაცა ესია დემოკრატიაში, რომ ხა მთელი ერი მართლა ვერ მოვალთ და ვერ ვიტყვით, რომ აი ეს უნდა ეწეროს და ეს არ უნდა ეწეროს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ხელისუფლება ყველა საუბარი ყველაფერზე მაგრად არ ვარ. ხო, ხელისუფლება წარმოადგენს, ესე ვთქვათ, რაღაც სისტემაში ერს და ის განსაზღვროს საბოლოო ჯამში ამ ტიპის დოკუმენტებს, ხო? და წეღარაც თქვენ ახსენეთ, ესე იგი, ჯერეთი რადგან შევთანხმდით, რომ ადამიანად ჩამოყალიბების პროცესი არის ზოგადი განათლების საკითხი, ხო? და მე მეორე ვთქვით, რა არის ეს ადამიანი? ეს ადამიანი ხატება და მსგავსება ღვთისა ჩამოაყალიბეთ, ასე რომ ეს არის სიყვარული, ეს არის თავისუფლება, თავისი მათ შორის დიდი წილი განმარტებებისა ამ თავისუფლებასთან ერთად ეს არის ზნეობის საკითხი, ანუ კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი, თავის პასუხისგებლობასთან ერთად და შემდეგ თანაშემოქმედება. კი ბატონო. ანუ თუ ჩვენ თანხმდებით, რომ ეს არის ადამიანი, ხო? და მიუხედავად იმისა, რომ ათეისტია თუ თეისტია ადამიანი, მე მგონი რთულია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით იყოს დიდი კამათი, ხო, რომ სიყვარული, თავისუფლება, თავისი ზნეობრივი თავარი ცნებები. ხო, და თანაშემოქმედება, შემოქმედებითი უნარი, რომ განასხვავებს მას დანარჩენი არსებათაგან, ეს რომ თავარი პრინციპია, ამაზე თუ თანხმდებით და თუ ვამბობთ, რომ ეს უნდა მოხდეს ზოგად განათლებაში, რა თქმა უნდა, ბიბლიის ადგილი იქ ყველაზე მეტად არის, მე თუ მკითხავ, სხვა დანარჩენ ტექსტებზე მეტად არის, აი იმიტომ რომ მე არ ვიცნობ ტექსტს სხვას რომელიც ადამიანს ესოდენ კარგად გამოხატავდეს, ვიდრე ბიბლია გამოხატავს. თავისი სისუსტეებით და ესე ვთქვათ, დადებითი მხარეებით. ამაზე უკეთ ვერც ერთი ტექსტი ვერ გამოხატავს ამას და მე ყველაფერი დანარჩენი ამას ავითარებს, ესე ვთქვათ. ხო, მთელი ის ლიტერატურა, რაზეც ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ. ბოლოს დადგება სწორედ ის საკითხი, რომ თუ ეს არის მიზანი, რა ვასწავლოთ. და შეიძლება თუ არა ეს დავიდეს ტექსტების სწავლება. აი, და მე რასაც ვამბობ და გიას აი ახლა
აი სრულად გეთახვები, რასაც ავდო გიასაც და სკოლაში თქვა ამოცანა ისე უნდა დააყენო, რომ მე როგორც ერთ ადამიანს, ახალგაზრდა ადამიანს ინტერესი გამეღვიძოს, იმიტომ რომ შენ არც უნდა დაისახო მიზნად და ვერც იზამ. ამას თუ შენ აბილდლიასავლო, მაგრამ შონა რომ ეს გახდეს ჩემი წიგნი. ანუ ლიტერატურას და წიგნს როგორ ასწავლე. ანუ შენი ამოცანა გარო, აი ეს უნდა ქნა რომ მე როგორც ცირება გამიკეთო, კაი გაგებით რომ ეს ინტერესი გამიჩნდეს. მაშინ ბიბლიაც უნდა წავიკითხო. ვეფხისტყაოსანსაც ესე უნდა მივიდო. ანუ საკუთარი თავი შევიმეცნო. პრინციპულად, აი დღეს თქო პრინციპულად ხონდა ის კი არა რომ აი ესეც აუცილებელია, აი შევთქვი თქვი რა, ეს უნდა ბევრი ჩაიწეროს, ესეც აუცილებელია, ესეც აუცილებელია. აბა ეს როგორ არ შეიძლება, ეს როგორ არ შეიძლება. არა, სხვა შორის ჩვენი მასწავლებელი რეზო სირაძე ამბობდა ამბობდა ხოლმე და ის ამ პრინციპით ვასწავლიდა. მახსოვს ესე მაგალითი და ნუ არ ვიდო ინგლისში როგორ ისწავლებოდაო ბრიტანეთშიო რუსულ ლიტერატურის ისტორია ეს მაშინ და როგორც ხოდა გამიკვირდაო ძალიანო თუ ჩვენთან ესე იყო რუსულ ლიტერატურის ისტორია რომ დაიწყებდა დაიწყო და ნუ დიდი ლიტერატურა ხა ხო იმას ვსაუბროთ ხა ნუ თუ არსწავლება ლიტერატურა თუ გინდა რომ აბა რა უნდა წაიკითხო და ჩვენ აქედან დავიწყებთ აბა ისიცი აბა ნატაშა რასტო რამდენი წლის იყო ეს არის ჩვენთან ეს მიდგომა იყო იქ ესე იყო რომ შემოდისო ლექტორიო თამუს რომ მე წელს მინდა გასწავლებაშიც შეიძლება თქვენ მე მინდა წელს ვასწავლე ძმები კარამაზოვებს მარტო ოღონდ ძმები კარამაზოვებს საზეპიროზე კი არ გასწავლე შე რო აყვე მე კარამაზოვზე საუბრობთ აი ხამან შუშანიკი რო ახსენა დიალოგებით და ამითი და ძმებ კარამაზოვით მით კბობას გასწავლეთ კბობაც არა აი იმით გადიოდნენ სხვა დიდ ტექსტებზე მაგრამ მე შენ თუ წამომყოლი ხარ ახლა და მე თუ სწორად ვქერი შენ თუ გადიხარ მე მიგითითება ეს თუ გინდა შენ წაიკითხე მე შენ ეს წაიკითხე მე ეს წაიკითხე მე ეს წაიკითხე მე მე შენ თუ შენ თუ მე ნელა იწყებ აქედან გაფართო ანუ ეს არის არა იმიტომ რომ მე ავიღო და როგორც უხეშ შედარებას გავაკეთებ ესე იგი მიაყენო შენ რაღაცა გაზის დასატუმბი მაშინ და მაგრად დავტუმბო ესე იგი ეგრე ვერ დატუმბავ ლიტერატურით აი ამის თქვა მინდა და აი მაშინ ასაკურველია ეხლა გეს შეიძლება მოეჩვენა რომ კაპარაპი ეს ასაკურველია ყოვლა დაუცილებელია მაგრამ ამისთვის სწორად გამიგე სიმბოლური მნიშვნელობით როგორც იმ ფილმში გითხარი უნდა შეიცვალოს აღარ ვიტყვი ამოხია უნდა შეიცვალოს მიდგომა მაგალითად აღმოჩნდება რომ შენ შეგიძლია მთელი წელი თუნდაც და თავის პროგრამის შედგენ მთელი ვეფხისტყაოსანი ასწავლო და თქვა აი მიახოდო აგეოგრაფიის ამბავი და როგორც იქ დაიწყება ამბავი რომ აი ხლა იტყვი როგორ აგეოგრაფია რას ლაპარაკობ თაწმიდელი არ მასწავლოთ და მე ბერწმუნეთ ახლა იცი რომ კიდევ უფრო შემიძლია ყველა აგეოგრაფიული ძეგლი ჩამოთვალო და ამის ოპონენტებს უთხრა რომელიც ეს იოლად გონიათ რომ ეს ლიტერატურა ვიოლინოს დაშლით როგორც მარსელმა დაშალა გინდა სულ დავაზეპირებინო ადამიანს უნიკალური მონაცემები აქვს შეიძლება სულ დაიზეპიროს ხო სწორია და გენიალურ ამბავს გეტყვიცი ესე ის გიორგი ათორელის ცხოვრება არავის ნაკლები და არაფერზე ნაკლები ჰაგიოგრაფიული ტექსტი არ არის ერთ ამბავს გეტყვი და არ დავასახელებ ოღონდ ამბავს თავის დროზე ჯერო რო იტყვია ხალხი სათამაშო რო არ ქონდა კომუნისტების დროს ვეფხისტყაოსნის კონკურსი ჩავატარეთ გიამ და მე დიდი ამბავი იყო ტელევიზიით ხათაშვილის პირველი არხით გადაიცემოდა ფინალი იყო მარჯანიშვილის თეატრში და ბევრი გუნდი იღებდა მონაწილეობას ვეფხისტყაოსნის სონაში როგორც მაშინ იყო რაღაც აბა ეს როგორ მოხდა რაღაცა გააზრებები თელეკითხვები და გაიმარჯვეს და გავაცადეთ არიან ერთ-ერთი სკოლის 4 გოგონა იყო ხო კი და დიდი პატივისცემით და ვის მოუგეს ისეთ ფინალში ასევე საპატივცემლოს რომელიც 4-ვე მზეპირად იცოდა ვეფხისტყაოსანი უნიკალური ადამიანი ვეფხისტყაოსანი იცოდნენ თავიდან ბოლომდე ზეპირად ამათ არ იცოდნენ ზეპირად მაგრამ აი როცა ესე ვთქვა მაგრამ უკეთესად იცოდნენ აი აღმოჩნდა რომ უკეთესად იცოდნენ ამის თქმით და ლიტერატურა როგორ ამავე დოჩანაშვილი ასე ხო არა რომ დოჩანაშვილი ნახე დოჩანაშვილის პრინციპზე ააგებ ლიტერატურის სწავლებას თუ რომ დაждდება ცუდი გაგებით არ გეუბნები კარგით მაგრამ ნუ გარკვეული ირონიით არის სწავლულ კაცთა ჯგუფი რომ ესეც უნდა ასწავლო ესე ლიტერატურას ის რონება ჩემი სახელია კეჟერაძე აი როგორ ხვდებიო რომ კარგია და აი უნდა გამბუძგლოს ეს თუ არ არის და შენ უბრალოდ ამას არ უშველის ესე იგი ვეფხისტყაოსანში რა სიბრძნეებიც არის სულ რო ჩააზეპირებინო
მე ყველა ვარსკვლავის მნიშვნელობა ჩააზე პირობიდან მწვანე რას აი მაგა იმას არის ნესტას აცვია მწვანითა ერთგან შავითა და მწვანე კაბა არის და ვერ გადა არის მთელი გამოკვლევები ძალიან საინტერესო რატოა მწვანე და რატოა შავი და რას ნიშნავს ამის დაღუპ არაფერი ფასი არ აქვს ამ სიტუაციას თუ შე ნესტანის ხასიათის ამბავს არ მიყვები და ეს არის ამით ვერ ახსნე იმასთან ერთად აქვს აზრი ამას ის თუ არის მე საინტერესოა მაგრამ თუ შე ამის ხასიათი არ დაგაინტერესებს ეს ამბავია სულს თუ იტყვი რომ ეს სულ დადებითი ამბავი ყოთ ესე იგი 12 წლის გოგო რომელიც თავქარიანი რაღაცას აკეთებს სისულელეებს და რომელსაც ძალიან დიდი უბედურება მოყვება და იქ მე თვითონაც ამბობენ რომ მთელი ინდოეთი გადააშენა კიდევ ამ თავისი თავქარიანობით აი ესე იქნება და ეს გოგო რომელმაც 10 წელი ტანჯვისფერე გაიარა ჩემთვის ბნელქმნილო მამაო ეს რა გიქენიო და როგორ გარდაიცახა აი როგორც თუ გახსოვს მართალ სამართალს ახსენებს დასაწყისში სულ სხვა შინაარსით ქმნა მართლისა სამართლისა ხესაში აი ეს ლიტერატურა ეს არის ნედლად ეუბნება ტარიელს ანუ შენ რო იმ კაცს მოკლავო ესო მართალი სამართალი იქნება ეგ თავისთავად საინტერესო ამბავია და მე გამოგზავნილ წერილში ფატმანს რო უგზავნის იქაც მართალ სამართალს ახსენებს სრულიად სხვა კონტექსტში იქ ინანიებს იმას რა გადაწყვეტილებას გასაგრულია და იქ ეუბნება რომ შეეცა წადი მოკალი ამბავი ქედი რაღაცა საერთოდ რაღაცა ეს ეჩვენება რომ ცხოვრება თამაშია და იქ უკვე ამ არ წამოხვი უკვე ხდება სიყვარული რა არ წამოხვიდეო შენ თავდო გავგიჟდები შენ მიხედეო შენ თავსო მე ამბავია და თუ ამაზე ისა სხვა ერთ ბოლოს მინდა ლიტერატურის ამას მე როცა ნუ ახლა ბავშვები მაგიხებდნენ და ხა ბევრჯერ ვახსენე დღესაც და თვა კაი კაცმა მითხრა და დიდ მამასწავლებელმა ახლა შენო აი ვიწყებთო იცი სამჩვენე ხო პრო პატარა წრეშიც გვასწავლიდა ხოლმე რა რეზოლუცია მაქვს ლაპარაკი სირაძეზე ხო და ეს სულ არ ღვევდა ამ ჩარჩოს ოღონდ ამ ჩარჩოს არ ღვევდა იმიტომ რომ არ იყო ისტორი ჩარჩო აი როგორც აზდაკირო არის კანონს არ ღვევდაო რომ ხო და მითხრა მოდი ახლა ვებსტაოსანზე ერთ რაღაცაზე იფიქრეო არგინესო ეს ამობდა ეხა ეს ნუ გადაყვები ეხა შედამებს აი ხეს რაღაცაზე იფიქრეო და მე იფიქრე თქო და ლიტერატურა რა არის კაცო აქ არის რომ გაჯებია ეხა ტექსტი უკვე კარგად ვიცოდეთ და გიამაც ესე რომ ხო და ეს გაჯები რო არ არის ჩვეულებრივი გაჯები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ხო და რაზე იფიქრეთიო და მოდი მე ვილაპარაკოთ ლიტერატურაზე აი პროვოცირება რა არის ლიტერატურისადმი ეს სულ მაგონდება რომ ერთადერთი ხალხიაო ვებსტაოსანშიო რომელთაცო აბსოლუტურად არაფერი არ დაუშავებიათ რომელთაცო კაციშვილი არ მოუკლავთ აი არ არსებობს ეგეთი სიტუაცია არაფერი ცუდი არ გაუკეთებიათო და ერთადერთიო ღამეო მიდიოდაო გზაზეო გზაბნეული გოგოო და ისისო მოკიდეს ხელიო და დიდი პატივისცემით მიაბრძანესო და პატარძლობა და ვის დაუპირეს დედოფლობაო ცუდი არ უხდეთ ყველა დანარჩენბაო დადებითმა და ან ვიღაცა მოკლა ან რაღაც უბედურება დაატრიალა იქ რაღაცა ქნა მოკლედ ცოტა ესეც აიდედა და ნახეო და ესენი არიანო მაინცო ბოროტების სიმბოლოდ გამოცხადებულიო და დანარჩენსიკეთ ეხლა არის ლიტერატურას უხდება შესწავლას აი ეს თავისუფალი აზრი როგორც კი ეხლა დაიწყებ და აი ბავშვმა რო გითხას რატოა ეს ხანჯები აბოროტების სიმბოლოა და იქ ხასიათების თემა შემოდის სიხალისე შემოდის და ინტერესი შემოდის შენ თუ გააქვავებ ქანდაკებას და იტყვი რომ ამაზე არც ხუბრობა შეიძლება ეს ხო ხდები რომ არც არაფერი არ შეიძლება ეს ეტაპი და უნდა ილაპარაკო რომ ეს არის გენიალური და თემებს რო წერდით ხო სად დაიქცა იცი ხო და დიდი ქართველი მწერალი შოთა რუსთავი ან და ეს სტანდარტი იყო ვაჟა-ფშაველა ვიძგიდა ხო და დიდი ქართველი მწერალი რომელმაც აღწერა იდეალური გვირები და რეზოლუციები და დაიღუპა ყველაფერი ახლა აღარ უნდა ახლა თუ ეს დიდი ქართველი მწერალია ნესტანის თუ გენიალურია ისიც გენიალურია ისიც გენიალურია ისიც ხო და კიდე ბძენი დინოსიც თუ იცი ახლა რა არის მორჩა მოკლედ დიდი საქმეს იწყებს მოვიდა ოპტიმისტური სიტყვის დრო ასე ვთქვათ ხო ჩვენს პოდკასტში გვაქვს ესეთი ტრადიცია რომ ვამთავრებთ ხოლმე ოპტიმისტური სიტყვით და მე ამ ოპტიმისტურ სიტყვას კითხვა მინდა წაუნძღვანო წინ ანუ მე მგონი რაღაცნაირად მივედით იქამდე რომ ნუ თუ ამ მიზანს დავისახავთ წინ ადამიანად გახდომის მიზანს თუ დავისახავთ ეს მე მგონი თვითონ დაალაგებს იმ სირთულეებს რაც ტექნიკურად აღსრულების ნაწილთან არის დაკავშირებული რა უნდა ვასწავლოთ როგორ უნდა ვასწავლოთ რამდენი უნდა ვასწავლოთ და ასე შემდეგ ხო
ჩემი მთავარი ამბავი და კითხვა იმაში მდგომარეობს, გვაქვს თუ არა დღეს უნარი ჩვენ, აი ამ სახელმწიფოს, რომელშიც ჩვენ ვართ, ეს მიზანი დავისახოთ და თან გავიაზროთ ეს მიზანი რას ნიშნავს და შემდეგ ხელი შეუწყოთ მის აღსრულებას. ჩემი ერთმნიშვნელოვანი პასუხი არის დიახ გვაქვს. და მეორე პასუხი არა საჭირო, მაგრამ მცირე კომენტარის სახით და ეს ჩემი ფიქრით არის აუცილებელი. ვასწავლოთ თუ არა ბიბლია სკოლაში, ეს არის სხვა კიდევ უფრო დიდი ამოცანის ნაწილი. იმ დიდ ამოცანას ქვია, როგორი ჰუმანიტარული განათლება გვაქვს ჩვენ დღეს ქართველებს ქართულ სკოლაში. როგორ ვასწავლეთ ლიტერატურას, დღესაც ბევრი კითხვა დაისვა. როგორ ვასწავლეთ ისტორიას, ამაზე არ გვისაუბრია, მაგრამ ეს ცალკე უზარმაზარი სფეროა. როგორ ვასწავლეთ ხელოვნებას, ვასწავლეთ თუ არა საერთოდ როგორც წესი და რიგია ისე. ეხლა არ შევჭამოთ ცოცხლად, მაგრამ კითხვას დავსვამ უბრალოდ ფილოსოფია უნდა ვასწავლოთ სკოლაში რამენაერი ფორმით თუ არა, რაღაცა ფილოსოფიური კითხვები უნდა დაისვას თუ არ უნდა დაისვას. უნდა ვეცადოთ ჩვენ რომ ბავშვებმა ასეთი კითხვები დასვან თუ არა. ისე უჩვენოდაც კარგად ახერხებენ ასეთი კითხვების დასმას. ხო, რა არის სიცოცხლე, რა არის სიკვდილი, რა არის სიკეთე, რა არის ბოროტება, რა არის ადამიანურობა, რა არის სიყვარული. სოკრატეს მთელი ფილოსოფია ხო ცნებების განმარტება იყო, არა? ამიტომ ხა ჩემი დიდი ხნის ოცნება, ესა ჯერ ვერ ავისრულე ეს ოცნება, რომ საქართველოში ჩატარდეს აი ყველანი ერთად, ვისაც ამ სფეროში რამე მოეკითხება, დავსხდეთ და ვიფიქროთ ამაზე, რა გავაკეთოთ საიმისოთ, რომ ჰუმანიტარული განათლების პარადიგმა უკეთესობისკენ შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება უკეთესად განვითარდეს და უფრო მეტ შედეგებს მიაღწიოს იმ გზაზე, რაც ჩვენ ყველას გვეოცნებება. შეიძლება დავამატო აბსოლუტურად ვეთანხმები გიას, რომ ხო დანაკლისო საუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ და პრობლემებისა არის ჩვენში ძალებით მოვიკრიბოთ კარგად, რომ ამაზე ფიქრი დაიწყოს და კარგი ფინალით მივედით. სწორედ ეს მთლიანი არის ჰუმანიტარული განათლების და ჰუმანიტარული აზრდის აუცილებლობის შესახებ, აი რაც ახლა ბოლოს არის ჰარმონიული ადამიანი, რომელიც უფრო კარგად აღიქვამს და ეს არის ეს შესაძლებელია საქართველოს. და მით უმეტეს დღეს ეს აუცილებელია, როგორც არ უნდა ეჩვენებოდეს. ეს უფრო ძლიერი ადამიანია და მით უმეტეს ახლა ჩვენ რასაც უყურებთ დღეს სოფლიოში, ერთ-ერთი ამას გავკადნიერები და ვიტყვი მათი მეტყველებიდან, მათი საუბრის სტილიდან, ტონიდან და შინაარსიდან. თუნდაც დღესაც პოლიტიკური ლიდერები ამჟღავნებენ, მათ შორის დასავლეთის, რომელსაც აპრიორი უნდა ვანგარიშობდეთ, რომ ერთ-ერთი საფუძველი არის ბიბლია და ეს უნდა იყოს, ძალიან დიდი დეფიციტი არის ჰუმანიტარული განათლების. მე მაგალითად რჩება ხოლმე შტაბ-შტილება, რომ ამ ლიდერებმა, იმიტომ რომ ამ ტექნოიმას გაეკიდნენ, საკუთარი ქვეყნების ახლა არ დავასახელებ, უზარმაზარი ლიტერატურებიდან მე აი არცად არ გამოშვივის, რომ მათ უბრალოდ ეს იციან ამის შესახებ. ახლა და ეს აუცილებლად ეს არ არის მარტო საინტერესო რომ ესე იგი თუ ეს წაკითხული არ გაქვს ეს არა, აი ამბავი რომ ეს უნდა იცოდეს. და ეს გჭირდება, იმიტომ რომ იმას ნაბოკოვი იყო ესეთი წერალი და ხაც მახსოვს, რომ ამერიკა იყო ესეთი ჟურნალი და ვეზეპი მის ვერ ვიპოვე და ქვემოთ იყო ესეთი პატარა წერილი და ნაბოკოვის წერილი იყო. ეხლა ვერ გეტყვი ნობელზე ან ნათქვამით თუ რა ვერ პოულობ, აი ამერიკაში იყო, რუსულად იყო და მეტყვი и поэт спасет мир, и поэти გადაარჩენს ქვეყანას. აქ ეს ამბავი მოხდება სულ ყველაფერი. ხო იცი ეს წერილები ოხერი ხალხია, დიდი წერილები პირდაპირ ხვდებიან ამ ჭეშმარიტებაზე. მეცნიერებით კი არ მინდია რაღაცა გაუნათდებათ, აი 16 წლის ბიჭი რაღაცას გააკეთებს, ბარათაშვილი არ უნდა ცოდოდა და იცოდა და რაღაცას მიხვდა. ხო და ერთი მინდა ერთი და კი ბატონო და აი ეს მოხდება ეს ყველაფერი რომ ბოლოს ადამიანიო რო იყო ეს გადაარჩენს. იმიტომ ჰუმანიტარული ნაკლებობა რო გვეჩინია ხელოვნური ინტელექტის ამის, იმიტომ რომ ამაში ვერ გაეჯიბრები, მაგრამ ეს ამბავი არის ის რუსთაველი ამასაც ამბობს, მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანი ვერ მიხვდებიანო. ეს ჭკვიანი ცუიბას კი არ ამბობს, კაცო უტვინოა, კარგიო. სულით ხოლო საწნაურ არსობს ველი ქართველი. გული და იმით უნდა იყო ადამიანი ეს აბსოლუტურად ლიტერატურა უნდა გიყვარდეს, იმიტომ ლიტერატურას სიყვარულზეა საუბარი და აღზრდა საერთოდ. აი მოკლედ ერთი ფრაზა მინდა თქვა ბოლოს, ჩემგან ბოლოს.
თავის დროზე, როდესაც უილიამ ფოლკნერს გადასცემდნენ ნობელის პრემიას სტოკჰოლმში, მან თავის სანობელო სიტყვა თქვა და იქ ბრძანა ასეთი ამბავი, რომ აღწერის ღირსია მხოლოდ ადამიანის გულის ჭიდილი საკუთარ თავთან. შენ თუ ცხოვრობ, ვერ იცხოვრებ იმ ცხოვრებით, რაც გაგისაზღვრა ბედის წერამ თუ გინდა დაარქვი, სამყარომ თუ შენმა თავმა რაც გაგისაზღვრა, ვერ იცხოვრებ, თუ თვით შემეცნება ვერ მოახერხე. ლიტერატურის სწავლება ყველაზე კარგი გზა არის თვით შემეცნების და ბიბლიის შესწავლა ამას უკიდურესი აქტუალურობით უწყობს ხელს. თუ ინტერესი იქნება შეიძლება მთების თანდათან რაღაცას გაგრძელება. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა მოკლედ მოგწონებისთვის ამ თემის განხილვისთვის. წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ, გემშვიდობებით შევხვდებით ერთმანეთს უკვე მომავალ პოდკასტში. კარგად იყავით.